ჩერი სივრცის მორიგი ეპიზოდი და ამ სეზონზე რაღაცნაირად მივყევით ინფლუენსერ მარკეტინგს, ინფლუენსერის სფეროს, ინფლუენსერების და დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ფუდ ბლოგინგის დედა, მე მგონი ფუძემდებელიც. შეიძლება ხმამაღალიც იყოს, მაგრამ მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, იმიტომ რომ ძალიან სტრატეგიული ადამიანი, ძალიან პროფესიონალი, იმიტომ რომ ყველაფერს რაღაცნაირად ისე დაგეგმილად, გაწერილად და ძალიან პროფესიონალურად უდგება. მოკლედ, ეს არის იფიფანა, ანა მითაიშვილი, თუმცა სოციალებში ცნობილია როგორც იფიფანა. აი რაღაცნაირი if სახელი არის და ოღონდ ასეთივე კერძები აქვს მეგობრებო. ჩვენ აუცილებლად მიუთითებთ ანას გვერდებს. ყველანაირ დღესასწაულზე, ყველანაირი ოჯახურ სიტუაციაში მწნილი, მჟავე, ძმარი, ყველაფრის დაყენება მოყვანას გასავლით. პირველში მოგესალმებ და მადლობა ჭერი მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა პირიქით მოსვლისთვის, იმიტომ რომ ბათუმიდან არის ანა ჩამოსული და ისე გამიხარდა რომ უცებ დრო გამონახე ჩემთვის რომ ძალიან, იმიტომ რომ ჩემთვის შენ ძალიან საინტერესო ბლოგერი ხარ, არ ხარ ესე ტიპიური ბლოგერი და საერთოდ ზოგადად საქართველოში ბლოგერებს რაღაცნაირი აუგი დამოკიდებულება არის ბლოგერების მიმართ, რომ ცეკვა თამაშით აქვთ შემოსავალი და არ არის ესე და გვინდა რომ ცეკვა თამაშით რა არის რაღაცნაირად აი მარტივად ხო იმიტომ რომ ჩვენი ჰობი ვაქციეთ დავუშვათ შემოსავლის წყაროთ ხო საყვარელ საქმეთ რომელსაც მოაქვს შემოსავალი უდაოდ და ზუსტად აი ეს მინდა ჩვენ რომ გავშალოთ რა დგას აი ამ ზუსტად სიმარტივის უკან რაც რეალურად მაყურებლამდე მარტივად მიდის მაგრამ უკან უშველებელი ძალისხმევა არის მოკლედ ანა დავიწყოთ სულ თავიდან საიდან მოხვდი საერთოდ სოციალში ძალიან საინტერესო ხა რო საუბრობდი ეგრევე წარმომიდგა 5 წლის წინანდელი მე და მთელი ჩემი ოჯახი ეს იყო 2020 წელი აგვისტო პანდემია გაქანებული გახიზნულების სოფელში თავი შევაფარეთ ჩვენს საყვარელ გურიას და ნიკუშა მუშაობდა ბათუმში ჩამოვედი და ნიკა ძალიან მეუღლე ძალიან სტრატეგიული ადამიანი მყავს იდეების გენერატორი არაზრუს მომერიდება ამის ხო შენ კი იცი კი ვიცი მოკლედ მე ეს რაღაცა სოფლიდან გახიზნული ჩამოვედი ბათუმში ქალაქელდები და აბათმა დავჭყილი ამბავი სახში მეგობრები მელოდებია და ნიკას თორმე მთელი გეგმები აქვს ჩემზე მოვედი რომ ანუ ფეხი შემოვდგი სახში და ეს ტელეფონი ესე დგას და თქვი რამე ოკეი კაი თქვი რამე კიო ხო იცი ანუ მეგობრებთან ერთად უკვე უსაუბრია და კიო გამოდგება ფოტოგენურია სიტყვა პასუხი არ ეშლება შენო იქნები ფუდ ბლოგერიო ანუ შენ ნიკას პროექტი ყოფილი მე ვარ ნიკას პროექტი კი იმიტომ რომ არასდროს არც კი დამსიზმრებია არათუ მიოცნებია ბლოგერობაზე მსახიობობა ექიმობა კი ბატონო მაგრამ აი ბლოგინგი არასდროს. ოღონდ თან ამ დროს შენ ბანკში მუშაობ თუ ჯერ არ ხარ წამოსული? კი, კაცო, მე ბანკში მუშაობ და ავიც უკვე 10 წელია მუშაობ ბანკში და ჩვეულებრივი ხარ რუტინული შენს ბანკის თანამშრომელი ხარ ყოფილი და კი იცი რაც არის, ჩვეულებრივი რუტინული სამსახური. მაგრამ აი პანდემიის დროს ონლაინ მუშაობ. ონლაინ მუშაობდით, კი და ამანაც რა თქმა უნდა ალბათ კი არა და ამან შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ის უნდა ვთქვა, რომ ზოგადად ანუ შიშარა ადამიანი არ ვარ. და გამოწვევებს ძალიან გულღიად ვხვდები. ამიტომ ნიკას შემოთავაზებაზე არც კი დავფიქრებულ ვარ, ისე ვუთხარი კი. მაგრამ ნუ თან შენ ეს მე მგონი საჭმელები შენი ის არის რა. ნუ ჭამა გვიყვარს ყველას. ყველას, იმიტომ რომ ოჯახის სათითაოდ ყველას აქვს გემოვნება და ეს ჩოვლებრივი საჭმელი და ეხა ვერ გააკვირო. ასევე ჩემს ბექგრაუნდი დედა ჩემი ძალიან კარგად ამზადებს, ორივე ბებია ძალიან კარგად ამზადებს და რა თქმა უნდა ამანაც ალბათ. შენ ძალიან კაი კულინარი იყავი. ძალიან გემრიელი ხელი მაქვს. მაგრამ ბლოგინგში კულინარია კიდევ სხვა ამბავია. რატო? აი შეხედე რატოა რომ ახალგაზრდა თაობას უჭირს დედის რეცეპტის გაზიარება. თვალი ზომით. აი ეს თვალი ზომით, რომელი თვალი ზომით, ხო? ყველას ჩვენი თვალი გვაქვს. შესაბამისად მე მომიწია ყველა კერძის აწონ-დაწონვა, გრამებში მოყვანა, თან იმ დონემდე რომ წარმოიდგინე 100-დან 99-ს გამოუვიდეს. და ეს მოითხოვს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, უნარებს, რომლის გამომუშავება მე მომიწია თავიდან. ესე რომ და უნარებს და კიდე პლუს გატესტვას და ცხაჯერ უნდა მომზადოს. ეს როგორ უნდა გაიტესტოს? ეხლა ძალიან ბევრი რეცეპტი, როცა მე ჩემი საოჯახო რეცეპტები ამოვწურე, რა თქმა უნდა, მე სიახლის ძიებაში ვარ და ხა ერთ იგივე კერძის კეთება ცოტა მოსაბეზრებელია და სულ სიახლე მინდა და გამოდის რომ რაც კი ინტერნეტში მე რეცეპტები ვნახე, გემო-გემოზე არ ჯდებოდა. ანუ რაღაცას მალავენ.
ფლათხეზე გასვლას ასლას არ გასწავლებ. ხო, რაღაცა ეგრეა რა. ანუ არ არის, არ გამოდის ისეთი და შესაბამისად მე მიწევს მე მოდიფიცირება, ყველაფრის ისე მოყვანა, რომ ჩემს გამომწერებს გქონდეთ იმის საშუალება, რომ პირველივე ჯერზე გამოვიდეთ ისეთი, როგორიც უნდა გამოვიდეს. რაც შესაბამისად დამიფასთა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემ გამომწერების ნდობა იგრძნობა. კი, შენთან ძალიან ისეთი ის არის. იგრძნობა და ნუ თან ძალიან დეტალურად გაქვს ჩაშლილი რა. კი, შეიძლება ეხა ჩვენ Instagram ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქ 7 და 8 წუთიანი რეცეპტები ვწეროთ. ამიტომ თვითონ რეცეპტად ვიდეო არის ძალიან ლაკონური, სწრაფი, გიბიძგოს რომ გააკეთო, მაგრამ ჩაშლილად უკვე აღწერაში არის ყველაფერი მოცემული. მე მგონია, რომ რეცეპტის ამბავში წერა ურჩევნია ალბათ ყველა კულინარს, იმიტომ რომ სად ვიდეოს აი გადახვე რაღაცა და სად უცებ რომ ჩაიხედო ჩამოწერილში, მე ძალიან მეხმარება შენი რეცეპტები მადრიდში. ის ერთი მომენტი მე სანამ აი ჩემი საოცარი გოგონა მეყოლებოდა, ვინც ახლა მეხმარება სამზარეულოში, მანამდე მე მიწევდა გაკეთებდა, მე აი შემთვარ კარტოფილს ვწვავ. და ციციმურას მოხარშა. აი, ხა მეშები ძალიან გემრიელი ხელი გაქვს. ანუ არა, ხელი კი მაგ გემრიელი სხვა შორის მაგით დავიკვეხა შემიძლია, მაგრამ არ ვიცი ეს რეცეპტები. დაჟე გახსოვს რომ ჩამოხვედი ჩემთან შენ გამაკეთებინე ეს კატასტროფი, ჩავხარშავდი, გადავხარშავდი. არ ვიცი, ეს ხრიკები, დიასახლისური ხრიკები, მე ნამდვილად არ ვიცი და შენი აი ეს ორცხობილას რეცეპტები, აი ეს რაღაცა რაც მატეოს უნდა გავატანო ხოლმე პარასკევობით, ბავშვს აქვს. ორცხობილას ხო, დღეები და რეცეპტი გავაკეთე. ანუ მირჩევნია ხა იქ ნაყიდემას, მირჩევნია სახლში გაკეთებული ორცხობილები გავატანოთ. აი ძალიან მადგება შენ რეცეპტები და იმდენად პრაქტიკული არის აი ეს ყველაფრის დეტალურად ჩამოწერა რომ ერთი სასწორი გრამში გამოგდის რა. ანუ ზუსტად იცი რომ არ მოგიწევს გადაყრა და გამოგივა. რა თქმა უნდა იქ არიან გამოწერები რომ ანუ მე ვაძლევ თავისუფლებას ჩემს გამოწერებს რომ შეიტანონ ცვლილებები, იმიტომ რომ ყველას რა ინგრედიენტიც აქვს სახლში, იმით უნდა გააკეთოს. ხო? მოდი ესე ვთქვა, რამაც ვარი გამოაღე, შეხედე და აი ეს ბლოგზე გაზიარებული რეცეპტების მრავალფეროვნება თავისთავად შენს ფანტაზიას არ ვითარებს, ერგება და აი მოდი იმას იქნა მისა, მასაკედა ვიზო. მე ერთადერთი ცოტა შაქარს მოვაკელი შენს ხო, რა თქმა უნდა. და გემონების ამბავში ხარ რაღაცა იმას. ხა შაქარი ხო. არის რაღაც ინგრედიენტი, რომლის დაკლება საქმეს გააფუჭებს, მაგრამ ხა შაქარი, ფქვილი გააფუჭებს სანელებელი არაფუჭებს ხო. ხო, ფქვილი ალბათ გააფუჭებს მომ. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, ძალიან მინდა გთხოვო, გამოიწერო არხი, დაალაიქო ვიდეო და გაუზიარო მეგობარს. ამით ძალიან დაეხმარები ჩვენს არხს განვითარებაში. აი, იცი რა მაინტერესებს, თავიდან დავუშვე შემოხვედი და ნიკამ გითხრა, შენ უნდა იყო ფუტბოლკერი. შეხედე ხო, წარმოვიდგინე, მე ბანკის თანამშრომელი, ტილით მივდივარ სამსახურში, საღამოს მოვდივარ, ნუ ონლაინზე გადავედი, მიჯაჭვული ხარ ლეპტოპს და ესე იგი არა გადაღება. არა, ანუ სოციალურ ქსელშიც დიდად აქტიური ვიყავით ხო, არა. ანუ ყველაფერი ვისწავლე თავიდან. ვიდეოს გადაღება, მონტაჟი, გახმოვანება. ვიცი, ამან ესე გითხრა რომ უნდა იყო და შეგატოვა და წავიდა? არა, რას ქვია. მე მოკლედ და ის ყველაფერი სასწავლია, ხა ის ხო ჩამოვწერეთ, ხო? ანუ ჩვენ ახლა მოდი ვთქვათ, რომ აი ბანკში მიღებული გამოცდილება ძალიან გეხმარება. გეხმარება რაში ხო? იყო მობილიზებული, იყო კონცენტრირებული საქმეზე და დაგეგმო. ხო, აი ეს timetable რაც არის, აი გაწერა. ასე დავჭექით მე და ნიკუშა და თანაჩენი ოჯახის წევრები. ხა წარმოვიდგინე, სრულიად ახალ სფეროში შედის ოჯახი. მისდები რომ ამათ ესე აქვს, აი მე მოგიყვებით ჩემ დაკვირვებას ანას ოჯახს. გამოცდილების გარეშე. მოკლედ მე დავიწყეთ დიდი ბლოგერების ვიდეოების ყურება, ჩამოვყალიბდით როგორი უნდა ყოფილიყო ქართველებისაც და უცხოელებისაც, რამოდენიმე ჩემს ახლობელ, რომელიც ასევე ყოფილი თბისელია, დავურეკე და ვკითხე, ანუ რა რჩევას მომცემდა და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო მისი ყველა სიტყვა, მართალია ძალიან ბანალურად ჟღერდა იმ მომენტისთვის, მაგრამ ზუსტად ეხაც მეც იგივეს გავუმეორებდი, რომ შემეკითხოთ, რომ რა არის, ანუ პასუხისმგებლობა, საკუთარ თავთანაც და გამომწერებთანაც, სტაბილურობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხა დილით ადექი და უიცი, ეხა მე ხასიათზე არ ვარ და ეხა დავიკარგე, არ მოსულა რა, როგორც სამსახურში არ მოსულა დილით ავდექი და არ წავედი, ისე არ მოსულა აქაც. და რა იყო მესამე? უიმე აღარ მახსოვს. რაღაცა იქ იყო თანმიმდევრულობა ხო? სტაბილურობა და ის პასუხისმგებლობა, რაღაცა შინაგანი კულტურა რა, მოკლედ რაღაცა ეს სამი იყო და მართლაც ეგრეა. ჩვენც რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ სტილი შევარჩიეთ, როგორი უნდა ყოფილიყო, თუმცა მე რამოდენიმეჯერ გამოიცვალა, იმიტომ რომ ეს ინსტაგრამი და მისი ალგორითმები იცვლება და შენს გინდა არ გინდა გიწევს, რომ ძალიან ფლექსიბლი ხო, მორგებადი იყო ძალიან ამ სიტუაციას. მოკლედ ჩამოყალიბდით ფორმატზე.
ჩამოყალიბდით რამდენჯერ უნდა გაგვეზიარებინა პოსტი, ანუ ეს სტაბილურობა. და თავიდან რამდენზე გაადაა? ანუ კვირაში 3 თავიდანო კვირაში 3 დაიწყო. თავიდან და ეს არ შეცვლილა, ეხლა უბრალოდ დაემატა და კვირაში ილება 7 იყოს ან 14 იყოს. კი, გააჩნია, მაგრამ 3-ზე ნაკლები არ ყოფილა, ეგ პირველივე დღიდან. და კვირაში 7 მე არ ძირავს წინას? იცი რა არის? არა, შენ წარმოიდგინე. ეხლა ტრიალებს სვანეთის ვიდეო, რომელიც თვენახევრის წინ ვიყავ. ეხლაც კი ტრიალი. არა, ეს კი მაგრამ აი მიდის ჩემი ვიდეო. რას დავაკვირდი, იცი? დაუშვათ მე ყოველ დღე დავდო წინა დღის დადებულ ვიდეოს ხმები აკლდებ. ხმები კი არა, რა თქმა უნდა. რა კაცი. ნახვები ხო? არა. ნახვები არა. პირიქით მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო მეტი ვიდეო დავდი, უფრო მეტი ნახვები წამოიღო ჩემ შემთხვევაში. პოდკასტის სპონსორია Cherry's Fit აპლიკაცია. ეს არის პირველი ქართული სრულყოფილი ფიტნეს აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, ასევე სხვადასხვა კვების მრავალფეროვან მენიუს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ პერსონალური მწვრთნელი და ნუტრიციის კოუჩი თქვენს მობილურში. ეს ყველაფერი კი დავგეგმეთ, მაგრამ აკაუნტი არ გვაქვს. ხო არის რომ ყიდულობ რაღაცა ვიღაცის აკაუნტს და გამოწენ 0 ხო და მოკლედ როგორ მახსოვს ჩემი დედამთილი საარჩევნო ხმებივით ვაიმე რეკავდა სანათესაოში და აი ესე ეხლა დააჭირი ამას გული რო არის მერე გულის გვერდით რო არის თვითფრინავი აი ესე ავედით სანათესაოში მახსოვს 300 გამომწერა და რამ ხელა მხარდაჭერა ხალხო ხო აი რამ ხელა მხარდაჭერა მხარდაჭერის გარეშე ახლა როგორ არ გამოვა მაგრამ ეს არის დროში გაწელილი ძალიან დიდი ნერვის ფასად რესურსის აგერო დაფსიხოზებული აი შენ კი იცი რას ნიშნავს კი 10000 გამომწერამდე 2 წელი ვიბობღე რასაც ქვია და სიმართლე გითხრა ძალიან მარტივად ავედი 10000 გამომწერამდე აი იცი რა შენ ისეთი ნიშა ქონდა თავიდანვე და ისეთ პერიოდში კი ზუსტად იდეაში მეც პანდემიის დროს გავვარდი ასე ვთქვათ და იმიტომ რომ პანდემიის დროს რა გახდა ჩვენი საფიქრალი საჭმელი და ვარჯიში იმიტომ რომ რაღაცნაირად ტვინი გადაყოლებინა ანუ ძალიან სწორი დრო იყო იმიტომ სულ ახლა ვამბობთ მე და ნიკა რომ საუბრობთ ხოლმე რაღაცებს მოგეთ გადმოვხედავთ რომ დღეს რო იწყებდე ბლოგინგს აუ ძალიან რთული კი უკვე გაჯერებული არის ძალიან ბაზარი და ძალიან ისე უნდა შემოხვიდე ავთენტურობით უნდა შემოხვიდე სერიოზულად რომ თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ არის შეუძლებელი არა რას ამბობ პირიქით უბრალოდ უფრო ძნელია რა ანუ ხო და მოკლედ ან მე ავედით 300 გამომწერზე მაგრამ მე მგონია რომ საჭმელი ისეთი ხადავოია რომ ეგრევე გავარდებოდა პირველივე ვიდეო არა ესე არ იყო ძალიან ნელ-ნელა ეტაპობრივად აი ესე ვითარდებოდა ბლოგი მაგრამ ეხლა რა ხდება ხო აი ეს მონტაჟი და რაღაცები ძალიან მალე ვისწავლე ალბათ ეს ბაბუა ჩემის გენეტიკა იმიტომ რომ ფოტოგრაფია იყო ბაბუა და ალბათ ამანაც იმოქმედა იმიტომ რომ კადრს ვხედავდი თავიდანვე რა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე მიჭერს ადამიანებს ფოტოების გადაღება, მაგრამ კერძი შემილია გავპრანჭო. აი არ ვიცი, მართლა ხო, აი შემიძლია რომ თავარი. ეს ყველაფერი იყო ტექნიკური მხარე. მაგრამ მერე დადგა პერსონა ანა, რომელიც წააწყდა ისეთ კომპლექსებს. მართლა. რომ აი რა გითხრა. არა შენ ძალიან ბუნებრივი ხარ აი თავიდან კომპლექსი საკუთარი თავის მიღების კამერაში. თეთა სარკეში ვიყურები, რა მომწონს ჩემი თავი. ხა არ ვარ უშნო ადამიანი, მაგრამ კამერაში რატო ვარ ეს ოთხკუთხედია? ანუ აი რა არის? აუე გაახლოთ. სხვა ბევრს აქ ხმის მიუღებლობა. შენც ქონდა ეგ? აი რამდენჯერ წერდი voice-overs ღმერთო რომ ახსენდება. აი რა გითხრა? 100ჯერ. ხო. რომ ეს ხმა ბოხია, ის ხმა ბოხია და მოკლედ მთელი ერთი წელი ჩერი მქონდა აფარებული დალოცვილი ფილტრები. ხო არა. სტორიში ფილტრის გარეშე მე არ გამოჩენილ ვარ. ხმაზეც ხმა მიეჩვია ყური ესე რა ვთქვათ, ხო? მაგრამ ერთი დღე იყო ძალიან გარდამტეხი, იმიტომ რომ მეც კი ვამჩნევდი რომ ხა ეს რაღაცა ფილტრ ამოფარებული, თქვა საჩემო არ იყო რა. ანუ მაინც ესე იგი კივითო ლამაზი ვიყავი ფილტრში, მაგრამ მაინც დისკომფორტში ვიყავი და ერთ დღეს დილით ავდექი და ვთქვი, რომ აი ახლა როგორც გავიღვიძე და როგორც 100%-ით ქალები იღვიძებენ, ისეთი ვარ მეც. ალბათ 35000. ხო. ხო სწორად ვამბობ ნიკა.
ხო 35000 ყავდა დაახლოებით წლის ჭრილში და თქვი რომ მოდი ახლა მე ესე ჩავწერ აი ესე როგორიც ვარა და ნახოთ რა მოხდება აი დედას ფიცა ვარ პირველი სტორი რო ჩავწერე აი ესე პირდაბანილი მხოლოდ მაკიაჟის გარეშე აი ეს თვალები დასიებული როგორებიც ვართ და გავაზიარე და ვიჯექი და ველოდებოდი რომ 35000-ვე გამომწერე ეხლა unfollow-ს გამიკეთებდა ხო რომ დედა კაცი არ მიდის და პირიქით მოდის და პირიქით ბევრი კომპლიმენტი მივიღე რომ ანა რა მაგარია რომ ფილტრის გარეშე ხარ და მომეშვალა აი მე აქ მინდა ცოტა ხანი დავპაუზდეთ და აი მართლა მინდა რომ მივმართო ბლოგერობა და ინფლუენსერობა არის უშუალებელი პასუხისმგებლობა. ანუ როდესაც ბლოგერი მუდმივ მე არ ვამბობ რომ ხანდახან მართლა ისეთი დინოზავრი ვიღვიძებ ხოლმე ხანდახან რომ თვალები ერთი აქ მაქვს ერთი იქ გადაღლილობისგან და ხანდახან არის დღეები ძალიან ჩემ შემთხვევაში სიმართლე გითხრა არ ყოფილა ეგ არ მქონია ეს ფილტრის მომენტი ნუ ძალიან იშვიათად რომ მე ფილტრი გამომეყენებინოს მაგრამ ანუ არიან ბლოგერები ვინც მუდმივად მიმართავენ ამას და ეს არის უშუალებელი პასუხისმგებლობა რომელიც მაყურებლის მხარეს სხვანაირად გადაითარგმნება რა იმიტომ რომ თუ ამ ადამიანს ესეც ცნობაც რომელსაც ანუ ფოლოვერის მხრიდან არაფერი არ აკლია ანუ ფოლოვერის თვალით რა იმიტომ რომ ადამიანი ჩანს ცნობადია რაღაცა და იმის თვალით არაფერი არ აკლია მაგრამ ამასაც კი მიუღებლობა აქვს თავის მაშინ მე მოზარდს რატომ უნდა მქონდეს ჩემი თავის მიმღებლობა. ჩემთვის არის ეგ მესიჯი რა და უშველებელი პასუხისმგებლობა არის რომ იყო ბლოგერი და იყო მუდმივად ფილტრით. აი როდესაც ბლოგერი აი პირიქით უფილტროდ არის ჩემთვის არის ძალიან დიდი სითამამე, ძალიან დიდი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა ხედავ მე ამ ადამიანში თავის გამომწერების მიმართ და ძალიან მისასალმებელია პირიქით. რა ტენდენცია რო გადავხედოთ ეხა ფაქტიურად ფილტრს არიან ჯერ კიდევ არიან. ხო რაღაც ჩემს მე კი, მაგრამ ტენდენცია წამოდა და ძალიან მიხარია რომ მოიხსნა. ხო, აი მოიხსნა რა, მოიხსნა, იმიტომ რომ ქუჩაში ხო უნდა გიცნო. ხო, აი ეგ არის, გოგო, ხო, აი ხო არ უნდა ათქმევინო რომ ღმერთო ეს მე ვერ ვიცნობ რო გითხრა სიმართლე. იმ ფილტრებით, თან ის ფილტრები ახალი წამოსული იყო თვითონ ფილტრად. ეხლა აი ძველ ვიდეოებს რო უყურებ, დედას ფიცა ვარ, ვერ მიცნობდი. მე ისე მსიამოვნებს სულ რომ მეუბნებოდი რომ დედა რა ლაივში რა ლამაზი ყოფილიყარ და იქ რას გავ. აუ, ეგ სხვა შორის მეც ანუ ლაივში უფრო ლამაზი. ეგ უფრო სასიამოვნო არ არის ვიდრე ის რომ უიმე ვერტო რას გავხარ. იქ რა ლამაზი ხარ. ანუ იმიტომ რომ იმ ვირტუალში ხარ ლამაზი, არარეალურ სამყაროში ხარ ლამაზი და რეალურად როცა შენ ადამიანზე ჭიხები ხარ დინოზავრი ხო. ნუ იმის მერე თორე არავინ არ არის. ზუსტად მოგყვები 100%-ით მაგ პასუხისმგებლობაზე ვფიქრობდი მეც რომ ანუ რეალურად შენ რო აცხადებ იმას რომ გინდა რომ ესეთი საჯარო პირი იყო და სოციალურ სივრცეში გიყურონ ადამიანებმა მოდი რა სწორი რაღაცები გაუშვი რომ ახალგაზრდა თაობას არ ჩამოუყალიბო ისედაც კი იცი რამდენი კომპლექსებში კიდო ის რომ შენ ესე იგი ბლოგერი ხარ და თუ შენ ბლოგერს კიდო ფილტრი გჭირდება ანუ მე რა ვქნა ხო? არა, მოიცა. არა, და ზუსტად ეგ იყო გარდამტეხი, რომ აი მაშინ აი და ისეთი ტვერთი მომეხსნა ღმერთო. აი ამოვისუნთ. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა შენ ამ გულწრფელობისთვის, იმიტომ რომ მართლა არის ეს მე ესე სახეზე არ მჭირდა ეგ, მაგრამ ხმაზე ძალიან მიუღებლობა მქონდა. მესტრანებოდა რაღაც მესტრანი. ანუ ესე რომ ცხენოდა რომ არ გასულიყო არა, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან მაგ ბულინგს შეჩვეული ვიყავი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ეს ბოღი ხმაზე დამცინოდნენ. სხვა ჯერს ეხა ვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც მე ვიწრო ხმა მაქვს. ესპანეთში ქალებს ხმა აქვს, დედას გეფიცები, იმიტომ გეგონება ტრაქტორი რახრახებს. და მე ეს ბავშვობიდან რაღაცა მიჩვეული რომ ვიყავი ამის ეს მეუბედური რომ მაბულინგებდნენ ამ ხმაზე. ანუ პროსტა მესტრანა, თორე აი ესე რომ კომპლექსი მქონოდა რომ არ გამეშვა ამის გამო, ეგ სიმართლე გითხრა, ეგ შეგრძნებები არ მქონია და ძალიან დიდი მადლობა პირიქით ამ გულწრფელობისთვის, ხო, იმიტომ რომ რეალურად ეხა დამწყები ბლოგერისთვის აი ყველაფერი არის გასავლელი. კი, ყველაფერს გაივლის. ყველაფერს გაივლის, ხო. და ჩვენ რაღაცნაირად კაია რომ აქ დავეხმარებით, რომ ეს მოსულა, ეს ძალიან ბუნებრივი რაღაცაა თავიდან რომ კონდეს. ხო. მერე რა იყო? მერე იყო ისე შენ წერან მოიცე რაღაცა წამოგსა ერთ წელში გაიზარდა 35000-მდე. ძალიან მაგარი შედეგი. ანუ ჩვენ მართლა ფაქტიურად გეგმას გადავაჭარბეთ, რაც გქონდა ჩვენ დასახული გეგმათ რო აი წელიწადში ეს უნდა ყოფილიყო, 2 წლის თავზე ეს უნდა ყოფილიყო და ნიკას უკვე 5 წლის თავზეც იცოდა რა იქნებოდა. ფაქტიურად 2 წელი მოვაკელით რა. გადაგასტობ. ეს გესმით აქ წლის გეგმას გადავაჭარბეთ. ანუ გეხოცებით გამოდით რომელი ბლოგერი ზიხართ და გეგმას წერთ ფოლოვერების ამბავში.
ნონ მათ შორის მეც არ მქონია ეს მეც უნდა ვაღიარო, თუმცა აი სტრატეგია ეს პოსტების დაგეგმა და რაღაცა როგორც შენახსენე, აი ბანკი მეც ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაშიც, რომ ყოფილიყავი ძალიან სტრუქტურიზებული და თანმიმდევრული. იგივენაირად ბლოგინგში, მაგრამ აი ახლა ზუსტად ექშენი გამოცლება მინდა რომ მოგვიყვე. იმიტომ რომ პროფესია ხალხო არ შეიძლება რომ ამას უყუროთ როგორც მართლა ცეკვა თამაში და გართობა და საჭმელი მოამზადა და ათკვიფა და ფული შემოიტანა. სხვათა შორის ბევრი პატარა ბლოგერი წამოვიდა ანუ ჩემთან ერთად. მაგრამ დღეს რომ გადავხედოთ დაიკარგნენ და ერთადერთი მიზეზი ამ შემთხვევაში არის, როდესაც არასერიოზულად ეკიდები საქმეს. უბრალოდ გართობისთვის იწყებ, ესე ეგეც არის, რისთვის იწყებ, ან მიზეზი დაწყების რა არის. ერთი არის რომ მოდი გავერთობი და მოდი ვნახოთ და მეორეა რომ აი ჩვენ ვაკეთებთ, მოდი გავაკეთოთ 100%. აი სიმართლე გითხრა იმ მომენტისთვის რაღაცა გამოწვევა იყო. ეხლა ხო გეუბნები არ მიოცნებია. ხო არის რომ შენ ოცნებას ფთაში ასხი და რაღაცა არც კი დამსიზმრებია რომ ბლოგერი ვიყავ. რაღაცა გამოწვევა იყო რომ მოდი გავაკეთოთ ეხლა რას ვკარგავ. თან იმ მომენტში მე და ნიკას ქონდა ეგეთი ჩელენჯი საკუთარ თავთან. თქვა თქვი ნიკა რა პროფესიისაა, ბარე. ნიკა არის მრავალმხრივი ადამიანი. ანუ ნიკა ფინანსისტი, ასევე IT მიმართულებითაც მუშაობდა და თავარი, ანუ ადამიანს რომელსაც უყვარს კითხვა. აი ნიკა შეუძლია საათობით იკვლიოს ბაზარი, წაიკითხოს, ვიღაცების გამოცდილებები დააგროვოს, რომ მე ჩემთან გენერირებული, მოკლედ შეფუთული, გამზადებული. შენი მენეჯერია. ანუ ბლოგის მენეჯერი. ქმარია. ანუ მენეჯერი შენი კი არა, თვითონ ბლოგის მენეჯერია, პროდიუსერი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე რაღაც ტექნოლოგიებთან ვერ ვარ რა, ნაკლებად და კითხვა არ მიყვარს. აი ეს ფორუმებზე რომ შეუძლია იჯდეს საათობით, ნუ აი მე საქმისტი ვარ რა, აი დამავალი გავაკეთებ. ხო, შემსრულებელი ვარ, ოღონდ აი როგორი იცი, პირნათლად შეგისრულებ 200%. და აი როცა ინსტაგრამს ქონდა რაღაცა ცვლილებები, ალგორითმები, რაღაცები, ეს არის ნიკას ამბავი რა, ნიკას ის კითხულობს, აჯერებს ინფორმაციებს, აი მენა ხო, აი ძალიან ისე ვარ. ამიტომ ვავსებთ ერთმანეთს. ძალიან კარგია, ძალიან მაგარი თქვენ ტანდემზე და თქვენს გუნდზე, აი მართლა ძალიან გვიждებ, ხელები ამიწევია და ძალიან კაი. ეხლა დაუბრუნდეთ რაღაცას ამბავდი, მე და ნიკას მაშინ გამოწვევა ქონდაოთ ანუ. ხო, ჩვენ ქონდა გამოწვევა. რომ მოკლედ მე უნდა დამემსრულებინა მოკლედ საქმიანობა და მასაც უნდა დაისრულებინა საქმიანობა და უნდა ყოფილიყავით თავისუფალი ადამიანები. ოღონდ თავისუფლებას რა გაძლევს ახლა რესურსი ხო რომელიც უნდა დააგროვო. ხო და აი ეს ბლოგინგი იმ მომენტში სიმართლე გითხრა ის ყველაფერი დასაწყისი იყო და შემოსავალზე იმ წუთას ფიქრობდით მეთქი ვერ ვიტყვი თუმცა პერსპექტივაში რა თქმა უნდა. ეხლა ნული გამომწერი რო გყავს რაზეა საუბარი ხო? თავარი გეგმა იყო რომ აი ხასიათი ანუ ბლოგი როგორი უნდა ყოფილიყო ეს უნდა ჩამოყალიბდეს ახლა ცოცხალი ორგანიზმია ეხლა ზუსტად გეტყვი როგორია ბლოგი ბლოგი რომელსაც მოაქვს სარგებელი ჩემი ყოველდღიური საზრუნავი გასკდა თავი ძალიან არის რომ გავაზიარო ისეთი ინფორმაცია რომელიც რაღაცაში მაინც დაგეხმარება შეიძლება ამ მომენტში შენ დღევანდელმა სტორმა არაფერი არ მოგწეს მაგრამ დაგიდგება მომენტი და ბევრი ყოფილა ეგეთი რომ ანა შეხო გახსოვს ის რო თქვი მოდი დამეხმარი ხო ამ ჩემი ამოსავალი წერტილი არის ეგ ან გოგო რომელიც მეუბნება რომ ანა იცი მე რო ვთხოვდები შენი ბლოგის იმედად ვთხოვდები და მზითვად მიმაქვს შენი ბლოგი იმიტომ რომ რაღაცა მშობელი არ მყავს დედა არ მყავს ვინც მასწავლის და შენ ძალიან მეიმედები ავიცი ხა ამაზე დიდი სითბო ამაზე დიდი გულწრფელობა გამომწერის მხრიდან აი არ ვიცი და ვივსები მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ხდება ვირტუალურად ისე ვივსები და მავსებს ყოველი ესეთი ფიდბექი რომ არ ვიცი და თან მინდა ვაღიარო რომ აი ჩემი გამომწერები არიან აი კი ძალიან პოზიტიური ძალიან მგონია რომ შენ ვაფშე ჰეიტერი არ ყავს არ მყავს ჰეიტერი ხო რაღაცა ისე რო გითხრა არა რავი არა ხო არა ძალიან კარგი ხო ყველანი რაღაცნაირად ისე ვარ რა კაი ეხლა მითხარი როგორ მიმდინარეობს დაგეგმარება ანუ თავიდანვე დაისახეთ რომ ჩვენ წელში უნდა წელიწადში უნდა გავიზარდოთ ამდენი ფოლოვერით და რა გავაკეთეთ ამისთვის ხო ოჯახის სათითაო წევრი 24 საათიან რეჟიმში იყო ჩართული ბლოგში ეს რა იყო ანუ
იმ მომენტისთვის ეს რაღაც ახრიკები ძალიან კარგად მუშაობდა. ეხლა შეხედე 300 გამომწერი მყავს და რაღაცები გადავიღეთ. ეხლა პირველი გადაღება შენ ხო იცი როგორი იქნება, როგორი ხარისხის იქნებოდა ეხლა, ხო? სასაშინელი რომ ჯერ ზერდი iPhone 1 მქონდა, მაშინ მე მქონდა თუ რაღაცა. ხო, მართლა რა მქონდა, აი მოკლედ. iPhone 5-ით. პირველ მოდი იმ შეცდომებს ვისაუბრებ, რაც დავუშვით ჩვენ ის რომ ჩვენ ვიყიდეთ კამერა, ვიყიდეთ განათებები, რაღაცა უაზროდ დაკარგული ფული. იმიტომ რომ სულ რაღაც 2 თვეში მივხვდით რომ ეს არაფერი არ გჭირდებოდა ერთი ტელეფონის გარდა. ხო, ამიტომ დღეს მარტივია მართლა ტელეფონი იყიდეთ. ანუ დღეს ტელეფონის მოდელსაც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხიანი კონტენტი და ხო სწორია. ზუსტად. შენ იყო საინტერესო და აი რა რითიც გინდა გადაიღე. თუ გინდა გაციფრული და კადრი და იმაში. ხო. იმ მომენტისთვის ჩვენ რაღაცა გვეგონა რომ ყველაფერი გვინდოდა ხარისხიანი, ესე და ისე და მოკლედ. მე ტელეფონით დავიწყეთ გადაღება, ამიტომ შეცდომა არ დაუშვათ, ზედმეტ რაღაცები არ იყიდოთ და ანუ ტრენდებს ნუ აუყვებით, ესე რომ ვთქვათ, მე უფრო მიხვდებით რა დაგჭირდებათ. და მე რა იყო? იყო ის რომ 300 გამომწერი ყავს, ახლა როგორ უნდა დაინტერესო, რა შვებოდეთ იცი, აი ისე ოჯახის ყველა წევრი იყო ჩართული. ოჯახის ყველა წევრი ალაიქებდა ვიღაცეების პოსტებს, რომ ისინი დაინტერესებულიყვნენ, რატო მილაიქებს ეს გოგო გადმოსულიყო და ჩემი ბლოგი ენახა. თან მაგ დროს Instagram-ს ჰქონდა ეგეთი ალგორითმი, რომ 1 საათში 100 ლაიქზე მეტი არ უნდა გაგეკეთებინა. ანუ ეგეს უნდა დაგეთვალა, რომ 100 ლაიქზე მეტის ბლოკავდა. აბა რა. ეგ არ მახსოვს. ეგ 1 საათში 100 ლაიქი არ საათი თავად ესე დივანზე ვიჯექით, ჩემი ტელეფონი და ოჯახის ყველა წევრი საათში ერთხელ აი ესე რაკ ჩამოყვებოდა და ყველა ახალი ფოლოვერზე რა ხდებოდა, იცი სახში ტაშის ყრა და რაღაცა რომ აი რაღაცა ესე და ესე და მოკლედ რა ვიცი. ეხლა ცოტა ხო არ გაგიტრუხტად. აუ არა. არა ხო? მე ანუ ნიკა მეუბნება ხოლმე რომ აიყვანეო ანუ დამხმარე ადამიანი ვინც ამდენ მესიჯებს აიკითხავს. ეს მე მგონია რომ აუცილებელი. აი მე ვერა. აი მე მაგას ვერ ვთმობ. აი ესე მგონია რომ მე რო ჩემს როგორ ასრებ ამდენს, იმიტომ რომ მე იმდენი მესიჯი შემოდის რომ ანუ შანსი არ მაქვს მარტო გამკლავდე. ეს ჩემი ციკია. ეს არის ციკი, რომ გაუხსნელ მესიჯს ვერ ვტოვებ. არ მაქვს არც ერთი მე გაუხსნელი Instagram-ზე და იმაზე, მაგრამ მე ვერ უმკლავდები მარტო რას ლაპარაკობ. აი მე ვერ ვთმობ, ესე მგონია რომ იმ რაღაცა სიახლოვეს დავკარგავ თუ სხვა ადამიანი უპასუხებს და იმან არ იცის ახლა რა უნდა უპასუხოს, იმიტომ რომ ჩვენ მიმოწერები გვაქვს, რა ვიცი ახლა გამომწერებთან და მე ეს გამომწერი დაკალები ყავს. დაკალები ხო და ახლა იმ მომენტში რომ უჭირდები, ახლა მე რა ვიცი, სად ვაკონტროლე ხა ის მე არა, აკონტროლებ. აუ არ ჩემი მოკლედ, მე ვერ ვთმობ, ჯერ ვერ. არა, ხო, რა თქმა უნდა, მიხვალ იქამდე, მიხვალ იმ გამომწერამდე აუცილებლად რომ მე უკვე მართლა მით უმეტეს შენი ბლოგიც ისეთია რომ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, რაც არ უნდა ყველაფერი დაუწეროზე პირად, მაინც ვიღაცა კითხვას დაგისვავს, ანუ ჩემთან ესეა ყოველ შემთხვევაში ხარ და ხო, ანუ რომ მოწესე ხარ რაღაცა გავაფუჭე ჩემს რაღაცა და მაინც მეკითხება რა ღირსოდა. ხო, მაგრამ ეს მაინც გონია რომ მგონია რომ ჩემი ბლოგის წარმატება სწორედ ამ მაგაზე დგას, რომ უშუალოდ ჩემთან ეიმედებათ მოწერა და ზუსტად იციან რომ პასუხიც დაუბრუნდა. ეგ მართალია, ზუსტად გუში მყავდა დიჯიტალ მარკეტერი პოდკასტში და ზუსტად ირაკლი მილა ისაუბრა რომ Instagram-ის ალგორითმს უყვარს მესიჯობა. ანუ აი ეს გაუხსნელი მესიჯები ძალიან ცუდად აისახება ზოგადად ალგორითმზე, შენს ალგორითმზე. და ხმე მეც ესე მით უმეტეს ესპანეთში უფრო მეტად ჩავერთე. ისედაც არასდროს არ დამიკარგავს, მე რაღაც ნაწილს ყოველთვის ვემესიჯებოდი ხოლმე. თუმცა ხო გემრები რეგისტრაციის პერიოდში, როდესაც მარათონი იწყება ხოლმე თვის ბოლო 7 დღე, ნუ ისეთი ხდება, რომ ფიზიკურად უბრალოდ ხარისხი გვეკარგებოდა, რომ გვიანდებოდა პასუხი მიხვდი და ამიტომ ამას ეს რომ არ გამომეწვია, მაგიტომაც მყავდა მე ყოველთვის ესე მესიჯზე პასუხის გამცემი რა, თორე მეც ესე არასდროს არ დამიკარგავს, იმიტომ რომ ეგ არის, როდესაც ბლოგერი პასუხობს, პულსზე ხელი გიჭირავს შენს ბლოგზე რა, რომ რა ხდება, ანუ რა ფიდბექია ეგ ბლოგერმა არასდროს არ უნდა დაკარგოს ზუსტად, რომ ეს პულსზე ხელის დაჭერა უეჭველი უნდა კონდეს რა, რომ იგრძნოს თავის ბლოგი ზუსტად, რომ ეხლა შენ რომ მე კითხო, რას ნიშნავს შენი ბლოგი და როგორია, უნდა შეგიძლიოს დახასიათება, ხო? იცი რა, მე მინდა რომ ზუსტად რატომაც ხარ ჩემთვის შენ საინტერესო, იმიტომ რომ მარტო კუკინგით არ შემოიფარგლე, მარტო საჭმელებით არ შემოიფარგლე და სულ მუდმივად რაღაც ახალ პროექტს აკეთებ იქ რაღაცა მოგზაურობა ჩართე იქ რაღაცა ძალიან ბევრი რაღაც. მაგრამ იცი რა, მოდი სანამ ამას მივადგებით, ჯერ სირთულეებზე ვისაუბროთ ბლოგის.
ჯერ რამხელა კრეატივი უნდა რომ 5 წლის განმავლობაში ხალხო კვირაში 3 ჯერ უნდა იმშობიარო რაღაცა ახალი. მართლა ეს მშობიარობა არის. გამოდის ხო? მოდი ან ბარე მივყვეთ, ნუ ეს კრეატივის სირთულე რა თქმა უნდა. ხო, როგორ არის, ანუ ადამიანის ტვინი მართლა უნიკალური რამაა რა. ანუ თავიდან ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ ანუ ბანკში მუშაობა ახშობს ფანტაზიას. აბსოლუტურად გეთახმები ამ სიტყვებში. და ხანდახან დგებოდა ისეთი დღეც, როდესაც მე საერთოდ არ ვიცოდი რაზე უნდა მესაუბრო. ეს სიბნელ. კი. და აი თავიდან ჩემი ტვინი ნელ-ნელა განვითარდა და ნელ-ნელა შევიდა მასში ხელოვნება და აი ეს რაღაცა კრეატიულობა, ფანტაზია, ეხლა მაგ რა ხდება იცი ჩემ თავში, აი ეს დამხედო. ეგეთი ამბები ხდება, რომ აი ხარა ვილაპარაკო, მაგრამ აქაც კი ამ ჩემს ამდენი იდეას ფილტრავ, რომ რა ვთქვა, გავაანალიზო ჩემი სიტყვები, ვიღაცა ზიანი არ მივაყენო, ხო, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, არასწორი მესიჯები არ გავაჟღერო, უნებლიეთ, ეხლა მეც ადამიანი ვარ, შეიძლება შეცდომები მომივიდეს, ეხლა, მაგრამ ძალიან რთულია, ანუ შენი თავი სულ მოწყიბული გყავს. ხო. მივხვდი? ანუ მე ძალიან დიდ პასუხისგებლობას ვგრძნობ, რას ვლაპარაკობ. ანუ ეგ თავის მხრივ ძალიან რთულია, იმიტომ რომ არის ვენებ ჩემი ტვინი, ოღონდ მართლა. ამიტომ სირთულები იყო ეს, რომ თავიდან კრეატიულობის ნაწილში მოკლედ ძალიან მოვიგოჯლებდი, ნუ პრინციპში არც იყო გასაკვირი, ხა ისეთ სამსახური იყო, როცა ციფრებთან მუშაობ, ეხა იქ არავინ არ გთხოვს შენ სცენარის დადგმასა. კი. ხო, ამიტომ ძალიან მარტივად ესე რომ ვთქვათ, მოკლედ დროში გადავაწყვე ჩემი ტვინი, ხო? და მე უკვე სირთულე იყო ის, რომ აი ყოველდღიურობაში აი ეს ყველაფერი არის შენი სამსახური და პარალელურად თან მე 2 წელი ვიმუშავე ბანკში, სანამ ბლოგს მართავდი, მივხვდი? ანუ პარალელურად ბანკში ეგრევე არ წამოვსწორე. ანუ როგორც კი შემოსავალი დაიწყო ბლოგმა, მე წამოხვედი? არა, სიმართლე გითხრა, არა, მაგი არ იყო მიზეზი, უბრალოდ მივხვდი რომ ეს ჩემი საქმეა. 33 წლის ასაკში აღმოვაჩინე ჩემში იმ ხელა რესურსი, ისეთი ბედნიერების შეგრძნება, რომ შენ აკეთებ იმას, რაც გიხარია, ხანდახან გადაღებები მიდის 10 და 12 საათი, მაგრამ ეს დაღლა არაფერი არ არის, იმიტომ რომ იმის უკან დგას მე ამდენი კომენტარია, ამდენი შექება. აი სწრაფი დოპამინის, სწრაფი ფიდბექი გქრა ინსტაგრამზე. ამის მერე მოკლედ მორჩა რა. დავასრულეთ საბანკო სფეროში მუშაობა და წარმოიდგინე მაშინ რა ვშვებოდი და მას მერე რას ვიზავდი 24 საათი რომ კიდე გადავეშვით აი ამ ბავში და მერე უკვე როგორი იყო. ეს იგი ერთია რომ food blogging-ია. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ხო ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ ტორტის ჭამა ყოველ დღე წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ გამხდარიყო ბლოგი უფრო საინტერესო, უფრო მრავალფეროვანი და მარტო ფუდისში არ ყოფილიყავი. ამ შემთხვევაში დღეს რო გადახედავთ ჩემს ბლოგს, შენ კი წარმადგინე მე ფუდ ბლოგერად, მაგრამ უკვე ფუდ ბლოგერი მართლა აღარ ვარ. ეხლა ვარ ბლოგერი. რომელიც აერთიანებს გემრიელ სამზარეულოს, გამოცდილს, მრავალფეროვანს, ყოველდღიურობას, აი ლაიფსტაილი, ხო? და მოგზაურობა. რომელიც აი ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესო გადახვევაა. ოღონდ მე მოგზაურობას არ გულისხმობ ევროპაში, აქ არის საქართველოში მოგზაურობა, რომელიც ჩემი პროექტია. მე ესე ვიძახი, რომ ეს არის ჩემი საჩუქარი, ჩემს ქვეყანას, იმიტომ რომ ეს არ არის დაფინანსებული, ეს არის სრულად ჩემი ხარჯებით. მე და ნიკამ დავისახეთ გეგმა, რომ წელს 12 წელი თვეში ერთხელ ერთ მხარეში უნდა წავიდეთ. ეხლა სამეგრელოა, როგორც კი დაუბრუნდებით ბათუმში, უკვე დაგეგმარების პროცესშია, რომ საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა მოვანდომოთ და ვანდომებთ. ძალიან მაგარია. მეც ხომ მომენტ აი მე ნახე სვანეთის ვიდეოები, აი დავიშოკებ.
მანამდეც ქონა ნანახი, მაგრამ ნუ კიდე თან ვისაც ეფოლოვები და ვინც აი ესე დეტალურად რო გადმოსცემს და რაღაც თან სტორებსაც რო უყურებდი, სულ სხვა არის რა და თან პლუს ამას შენ იმ ხარეში რო დამოგზავრო, პლუს იმ კუთხის სამზარეულოსაც ნობ ხალხს, ხო? ამიტომ აი travel blogger არ ვიცი რაღაცა კულინარიულ travel ამ კულინარიას შენთან ერთად ატარებ რა, მაგის გარეშე გამორიცხული რა. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი უნიკალური ქვეყანა გვაქვს. ანუ რომელი სახელმწიფო დაიკვეხნის ამდენი კუთხის სამზარეულოს. ნუ აბა. ხო, სადაც არ მიდიხარ, აი თავისი სამზარეულო და თავისთავად ეს იმას ნიშნავს, რომ ხვდებით უსაყვარლეს ოჯახებში, რომლებიც აი ამ ოჯახებს როგორ არჩევთ თუ გამომწერები გწერენ ხოლმე? გამომწერები მწერენ და თვითონაც გამოთქვამენ სურვილს ოჯახში შეგიშვან. შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის ეს არ იყოს რაღაც დიდი ამბავი, მაგრამ ჩვენთვის ეს იმხელა მნიშვნელობის არის. ანუ შენ ესპანეთში შემიშვი შენს სახლში, ხო შეგეძლოს არ ჩამოხვედი, მოდი ანაგ ნახავენ, ყავა დავლიოთ რაღაც. მაგრამ სურვილი გაგიჩნდა. აი ესე შორიდან, ჩვენ კი ხა მანამდე კი ვიცნობდით ერთმანეთს. ამ ადამიანებთან პირისპირ არ შეხვედრილა, ანუ სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა და ან მიყურებდა, საერთოდ არ ქონდა კომუნიკაცია ჩემთან და წერსო ანა მე შენ გეპატიჟები. ხო, ძალიან დიდი რაღაცა. და ნუ მე ეს მეგობრობა უკვე წლები. მაგრამ ეს არის შენი უნარი ასევე რომ ეს აღნიშნო და სხვანაირად დაინახო რა. კი, და ეს არის შენი მადლიერების შეგრძნება და ამასაც უნარი და ნიჭი უნდა დამიჯერე, იმიტომ რომ ამის აღნიშნო და სხვანაირად სხვა კუთხი დაინახე, ხო? შენ რომ ამ ადამიანმა ოჯახში შეგიშვა. ის რო იპატივიქს, არამედ ოჯახში შეგიშვა. ეს ამიხილ წმინდა რაღაცა არის ჩვენთვის. ძალიან და მე ისეთი მეგობრობა ყალიბდება ერთმანეთში და წარმოიდგენ ნებისმიერ მხარეში ჩადიხარ და გეიმედება ადამიანი. აბა რა ყველგან მეგობარი გყავს. ყველგან მეგობარი გყავს. რა სირთულეებია ახლავს მაგ აი ესე მხარეებში მოგზაურობას? საქართველოს მხარეებში მოგზაურობა. ანუ პირველი არის ანუ ინფორმაცია. აი ეგ არის ყველაზე მთავარი ამბავი, თორე გზა და ამბავი ინფორმაცია როგორ მოიძიო რა ხდება იქ? აი ხო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟღერებ, რომ აი მეგობრებო მომწერეთ იმასკენ, მაგრამ მე მაინც ცოტა სხვა მიმართულებით, შენ სწორად დაინახე, სხვა მიმართულებით ვაჩვენებ კუთხეს. ხო? ანუ ვეძებ უნიკალურ ადგილებს, ისეთი რომელიც ცნობილი არ არის. ხა იმერეთში ვიყავი, მაგრამ სათაფლიაში და მსგავს მღვიმეებში არ წავსულ ვარ, იმიტომ რომ ყველა მიცის. ანუ მე ვეძებ კიდო შიგნით რა, აი რაღაცა ისეთი ავთენტური, უნიკალური, რაც არ არის ცნობილი და ამას დიდი რესურსი მიაქვს. ამიტომ სულ ეხვეწები ხოლმე ჩემს გამომწერს, მითხარით გთხოვ. სამწუხაროდ ჩვენი ინტერნეტ სივრცეც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი აი დაძებნადი იყოს რა, რომ ადგე დაძებნო და მე უკვე ადგილობრივ ეს ვთქვათ საინფორმაციო ცენტრები, იმის ბიზაშვილი, მამიდაშვილი ეს ამბობენ და რო ჩავდივარ ხოლმე კიდო იქ უფრო იკვეთება და იქ უფრო იმაშვება და იმის გამო რომ ჩვენ თავისუფალი გუნდი ვართ, ანუ არ ვართ მიბმული სამსახურზე და ჩვენ შეგვიძლია 5 დღიანი მოგზაურობა გავხადოთ 12 დღიანი და ამაში ხელს არაფერი არ გვიშლის, აი ეს თავისუფლება კიდევ გვაძლევს მოქნილობას, რომ შეგვიძლია რომ ხო ჩამოვედით და რავი დავრჩეთ რა. აი იცი რა მაინტერესებს, როცა მოგზაურობაში ხარ, შენ აქეთ უკვე გადაღებული გაქვს ვიდეოები, რო დავუშვათ შენ რომ მოგზაურობაში ხარ, ეს ვიდეოები გაუშვა. შეხედე რატო არა. ამიტომ აღარ არის ეს ბლოგი, ფუდ ბლოგი. იმიტომ რომ მე მოგზაურობაში ვდებ სამოგზაურო კონტენტს, მათ შორის კულინარიასაც, მათ შორის არ ვიცი ისეთი პერსონაჟები, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანებია და ამიტომ აღარ მჭირდება წინ გაქნეული ვიდეოები. ხო, წინასწარ. თუ რა თქმა უნდა, ეს რაღაცა სარეკლამო სახის არ არის. თორე რთული არის ის კიდევ რომ მთელი დღე რო ვიღებთ ჩვენ და მონტაჟება და შეგროვა ხო და მასალა. დაახლოებით ხამის 12-ზე შევდივართ ხოლმე სახლში მოგზაურობის დროსაც ნიკა რო იწინებს მე ნუ ნიკა მთელი დღე დადის მანქანით და ესე გამომდის ეხლა რომ ვიტო არაფერს არ აკეთებს, მაგრამ მე ვიწყებ მონტაჟს, მე ვიწყებ მომზადებას, იმიტომ რომ დილით უნდა დავდო პირველი ვიდეო, საღამოს უნდა დავდო მეორე ვიდეო, იმ დღეს ხომ უნდა გადავიღოთ და ხო, ეგ არის რა. ანუ შენ მოგზაურობის დროს დღეში 2 ვიდეოზე. დღეში 2 ვერ ვასწრებ, იცი რა არის, არ გამოდის რომ. უდიდესი მასალაა. ძალიან დიდი მასალა და ყველაფერი გინდა რომ გააზიარო და ამიტომ და ძალიან კარგად აიტანა ბლოგმა და პირიქით. ესე იგი იმდენი ახალი ადამიანი შემოვიდა ჩემს ბლოგში. ანუ
იმიტომ რომ იმ ხარეში რო აზიარებ უჩვენებს ლოკაციურად ალგორითმი. აი ხა წარმოიდგინე შენ რო ჭიათურელი ხარ და ჭიათურას გაჩვენებ ახლა რა ჯობია ხა მეც რო ბათუმის ვიდეოს უყურებ მეც მეშვენ ხო ვივსები. არა ეგ ძალიან კარგად მოქმედებს ალგორითმი და მეც შარშან წინ მქონდა ესეთი პროექტი ფიტნეს მასტერკლასები უნდა გამეკეთებინა უფასოდ ხო რეგიონებში ხო და მეც რომ მოვიარე მაშინ ესე სადაც ლოკაციურად ხვდებოდი იქ ორი გამომწერები მემატებოდნენ მიუხედავად იმისა რომ მასტერკლასზე ესე ამდენი ადამიანი არ მესწრებოდა რა ყველაზე დიდი დასწრება მაინც თბილისში დაფიქსირდა 150 კაცი მაგრამ ანუ სადღაც 50 პლუსი ადამიანი ყოველს და თელავში იყოს ყოველთვის შორის კახლები ვერ დავძარით ცოტა ეგ მაგ გამოცდილებით მეც მაგ ეგ მომენტი რომ ლოკაციურად იმ რეგიონის ხალხი ძალიან დამემატა მაგ დროს და ძალიან კარგი არის ანუ იდეაში ხო აი ამ ზუსტად ეგ არის რა მესიჯი რომ როდესაც ხარ ერთი მიმართულების ბლოგერი ხო არ ნიშნავს რომ ეს ნიშა არის შენი ჯვარი უნდა ახტარო რა არა ჯერთი მოსაბეზრებელიც არის მოდი რა ბლოგერისთვის მეც რა რაღაცები შევურიე თავიდან ანუ სანამ აი ეს პროექტი განხორციელდებოდა მანამდე იყო სტუდენტური პროექტი და მანამდე იყო კულინარიული მოგზაურობა და მანამდე იყო კიდევ სტუმრად შეფთან რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და მთავარი мотиваცია ამ პროექტის იყო ის რომ ეს ადამიანები, რომლებიც სრუნავენ ჩვენს განწყობაზე, როდესაც მივდივართ კვების ობიექტებში და სიამოვნებს ამ კერძების მიღება და მირთმევა, რა დგას ამის უკან. ხო? რაღაცა ვირტუალურად გგონია რომ ეს გამზადებული რომ მოდის რაღაცა თავისით მზადდება. თავისით მზადდება. არა ძალიან კაი პროექტია. ეს არის ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი გუნდი და ძალიან დიდი შრომა და მინდოდა რომ რაღაცა მაქსიმალურად წამომეწია შეფები წინ და ანუ იცი რა მაინტერესებს მიღწევადობა აი ეს შეფებთან მარტივი იყო? შეხედე მიღწევადობის პრობლემა არ არის ყველა უარზეა ჩაწერაზე ყველას აქვს ერთი და იგივე ტექსტი შეფებს არ გვიყვარს ლაპარაკი ჩვენ გვიყვარს მომზადება მაგრამ რატომღაც ყველა ჩემთან ძალიან იხსნება და ისეთი ლამაზი გადაცემები გამოგვდის რომ არა ძალიან კაი პროექტი იყო კი მეც ანუ იყო რა არის აგრძელება. რა თქმა უნდა, ანუ ყველა დაწყებული პროექტი გრძელდება, მაგრამ ემატება ახლები და ამიტომ გახდა ბლოგი მრავალფეროვანი და ბევრისთვის ძალიან საინტერესო იყო ოჯახის წევრი, რომელიც შეფი ყავთ სახლში, ხო, შეფების სახლში არ ამზადებენ ძირითადად, მაგის ზღვა რა აქვს, ხო? და სხვა კუთხით დანახვა, როგორ დაიწყეს, რამდენი წლიანი გამოცდილება აქვს, რა გააკეთეს იმისთვის, რომ მიიღწეთ. ეხლა ბრენდ შეფი რო გახდეთ 10 წელი ისე გინდა რომ თავ ჩაუქრელი შრომა და ის რომ სამზარეულოში სკამი კი არ არის. აბა, სკამი არ არის, დასაჯდომი არ არის. ანუ უდიდესი შრომა არის ჩადებული და თან ამ პროექტით კიდევ იმის ჩვენება მინდოდა რომ განსხვავება ძალიან დიდი. ანუ ფუდ ბლოგერი არ არის შეფ მზარეული. ეს არის ორი ცადა დედამიწა. ჯერსეთი შენ სახლში ხარ კომფორტულად და შენ ნივთები და როცა გინდა დააპაუზებ და როცა გინდა იქ შეკვეთა რომ შემოგდის. ხო. და კიდევ ერთხელ ხაზგასმა მიუხედავად იმისა რომ არაზოს არ მithქვია და არ გამივლია გულში რომ მე შეფ მზარეული ვარ რატომღაც ჩემს გამომწეროს მაინც ვეგონე პროფესიონალია ის არ ვიცი ხო დამთავრებული მაქვს კულინარიული სკოლა და ასე ანუ არ მithქვამს მაგრამ აი ესეთი წარმოდგენა ქონდა და ამით კიდევ ერთხელ მინდოდა დამეფასებინა თუ რას ნიშნავს მზარეულობა და რამდენად რთულია მზარეულის მკვეთრთან ეხლა მოდი ესე იგი ჩამოთვალოთ მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში. ეს არის ყველაზე ბოლო. ეს არის მოიარე საქართველოს. მოიარე საქართველოს. თან ძალიან მომწონს რომ სახელებს არ ქმნ მარკეტინგულად ფუთა ვეიმირა სტრატეგიების. მოიარე საქართველოს გამომწერის ერთ-ერთი გამომწერის იდეა იყო. ძალიან მაგარი არის. მოიარე საქართველოს სტუმრად შეფთან. კიდე რა იყო? სტუდენტური არის ყველაზე იაფფასიანი სტუდენტური საჭმელები, კერძები. აუ ეგ ძალიან მაგარი იყო. სხვა შორის მაგიდან მე ჯერ გამოვიდა. მაგ წამოვიდა საიდან იცი თოკა რო სწავლობდა ესპანეთში. მირეკავდა რომ ისა რა ქვია, რა გავაკეთო ეხლა. ხო. და მაშინ მივხვდი რომ ანუ ვეუნები რომ მოდუში ხახვი. ხო. წერს დამახედინდა კამერაში მზად არის? და მივხვდი მე რანაირად მივხვდი რომ მზად არის. ხო? და ანუ შეხედე სხვა სკილი წარმოვიდა რომ ანუ სტუდენტს პირველად არის გას ქურასთან და საერთოდ ვერ ხვდება ეს ხუთხახი როდის არის მოდუშული რაფერის უნდა იყოს და მოკლედ
ქმნი ისეთ რეცეპტებს, რომელიც აი უმარტივესია, ბიუჯეტურია რა თქმა უნდა და რა ორი ინგრედიენტი, ორი, აი ზუსტად ეგ რა ხო. ანუ კატლეტი, ეს არ გინდა, ის არ გინდა, მხოლოდ ეს, რაღაცა ეს. ესე იგი სტუდენტური. კიდე კულინარიული მოგზაურობა იყო ასევე მანამდე, როცა დავდიოდი რეგიონებში უშუალოდ რეცეპტების ჩასაწევად. მაგრამ ეხლა ეგ ხსა მოდიფიცირდა და გახდა ყველაფერი ერთად რა, რაც მოგზაურობას ახლა. ეს 4 გამოიყოფა. მე ასე ვიცი მე სტორებზე აკეთებ სტარტაპების მხარდაჭერას. ესეც ძალიან მაგარი რაღაც არის და ამაზე მე მგონია რომ ძალიან ისეთი დიდი ჯილდო გეკუთვნის. ოღონდ თან ძალიან მომწონს ის რომ შენ წმინდად წესებს ეუბნები რომ შენ გვერდი უნდა ქონდეს მოწესრიგებული რომ ანუ შენი სახელია. ანუ სულ პირველად რომ აი პროექტი ვთქვი რომ მოდით სტარტაპებს მე თქვენ დაგეხმარებით, იმიტომ რომ მე მახსოვს ამასე გამომწერი რომ მყავდა რამოდენიმე ადამიანმა რომ გასთორა ჩემი ეს რამ ხელა მხარდაჭერა იყო და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს. მე წავწყვით პრობლემებს, მივხვდი ანუ სტარტაპია და თვითონაც აქვს გზა გასავლელი და არ იცის სიტყვაზე ხა 100 შეკვეთა რომ ერთდროულად შემოუვიდეს, ამის რესურსი აქვს თუ არა აქვს. ზუსტად. ხო. და ამიტომ მე მივხვდი რომ რჩევის სახით ჯერ გადავდივარ მათ გვერდზე, ვაფასებ გვერდს, ვეუბნები ჩემს რეკომენდაციებს, ეს მოაწესრიგე ეს, რომ მოაწესრიგებს, მე მეორედ მომწერე და თუ მზად არის შენი გვერდი იმისთვის რომ გაზიარდეს, იმიტომ რომ შეხედე ჩემი გამომწერების დროსაც ზოგავამით. ანუ მე მივუთითე გვერდი, გადავიდე და არაფერი არ არის იქ ხა ეს ხო გასათვალისწინებელი აწუხებ ამ ადამიანებს, ხო? თხოვრო გადადით, მხარი დაუჭირეთ. ამიტომ რაღაცა ეს დავაბალანსე, რომ აი ეს შენ ეს კონკრეტული დრო გაქვს ხოლმე ამისთვის გამოყოფილი თუ ესეც ongoing, ანუ მიმდინარე პროცესია. მიმდინარე პროცესია, მაგრამ წინა სახელმწიფოდ ვახსენებ ხოლმე, რომ აბა, ახეთ ხო. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ეს სულ რაღაცა გეხმარებით, აი რაღაცა. ხო და რაიმე ახალი თუ იგეგმება? ხო, და ანუ წელს დავამატეთ უკვე უბრალოდ შენი გემრიელი კერძი რა. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ ყველა დიასახლის აქვს ერთი საფირმო კერძი. აი რომლითაც მთელ სანათესაოში თავს იწოდებს. ხო არის ეგეთი? ხო. აი შენ რო ამბობ, რომ დედაჩემის ხაჭაპურიო, აი ყველაფერს მირჩევს. ხო, აი რაღაცას. აი ეგეთი მოკლედ ესე ვიფიქრეთ, რომ გავიდე უკვე აი ისეთ დიასახლისებზე, რომელსაც ესეთ გამორჩეული კერძი აქვს და კიდო საოჯახო რეცეპტებს კიდო შევმეტოთ ეგეთი გამორჩეული საფირმო კერძი. ესე იგი წმინდა არაფერი არ უნდა დატოვოს ამ ხალხო. დაგვიტოვე პატარა ცოტა კუთხეებს, დაგვიტოვე რაღაცა საიდუმლო დიასახლისებს საიდუმლო. კარგი, ეხლა წავიდა ეგ თვალიზომას როგორ ებრძვი? იმიტომ რომ დედაჩემის ვერცერთ რეცეპტს ვერ ვმაშობ. ეხლა შეხედე მაგას რა ვშვებით? ვწონით რა. ანუ იქ გადაღებამდე. შენ მიდიხარ იქ და გადაღებამდე და ხო იქ თვალიზომით არ მოსულად ხო ვეუბნები და ჩვენ ესე წინასწარ ვწონით ამ ყველაფერს და ვშვებით რა. აი მე დედა იცი რამდენ. აი აგერ ჩვენი კამერამენი გეტყვის როგორი ხელი აქვს დედაჩემს. აი რაღაცა სასწაული ხელი აქვს ამ კაცს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვწერთ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ იქ მაშინ კექს მაკეთებინებს ხოლმე ონლაინ. გადასარევი გაგფუმფულდება ეს წომი იმაში რა ქვია დუხოვკაში თუ ღუმელში რაც არის გამოვაღებ და ჩამივარდება. ჩამოვდივარ დედაჩემ და ფაფუკი უგემრიელესი პირში დნება რაღაც აი იგივეს მკარნახობს ხო? მე მკაცრად მჯერა და ყველა შეფ პატისიერები მაგას ამბობენ რომ კონდიტერიას უყვარს სიზუსტე. გრამში არ ვიცი ამ ჩვენს დედებს როგორ გამოზეთ ეგ თვალისწინებით, მაგრამ გამოზის დედაჩემ სიზუსტე რა და მეც მიყვარს სიზუსტე, რომ აი ზუსტად ვიცი რომ გამომივიდა. დედაჩემს ამხლატორტები ეგეთი გაკეთებული რაღაცა ადრე 90-იანებში ძალიან რო გვიჭირდა, ესე ხან კაზინო უკეთავდა რაღაცა ქორწილების ტორტს აკეთებდა, უმძიმეს რაღაცა კარაკით. ოღონდ მაშინ რომ ვეუბნებოდი რომ ჩემი რჩება გაითვალისწინე რაღაცაში დაზოგი 10 ლარი რჩებოდა ტორტისგან. რომ რაღაცა ანუ იმიტომ რომ ყველაფერს ზუსტად. მაგრამ მე მგონია შინაგანი სასწორი აქვთ მაგათ რა. ანუ შინაგანი სასწორი და ნუ ამ ყველაფერს აკეთებდა ხო ეს ნუ ერთადერთი მოთხოვნა იყო რომ ჩუმად უნდა გველოს სახში ფეხაკრებით. ეს რა ფენომენი არ ვიცი, მაგრამ ტორტი რო ცხებოდა ანუ სახში ბუზის გაფრენის ხმა უნდა ყოფილიყო. ეგეთი ამბავია ჩემს პასკაზეც რა. ჩემ პასკამ ხო დაამსხრია ყველანაირი სტერეოტიპი რომ პასკის ცომს უნდა სიჩუმე. ხო. სითბო, იმიტომ რომ ჩემ პასკის ცომი ამოდის ცივ წყალში. ხო, ანას საფირმო ხო, წყალში ჩაძირული პასკა, რომელმაც არ ვიცი მართლა დაიპყრო გულები. სოცხელები, კი, ნამდვილად ეგ ძალიან. ესე იგი გოგოებმა, რომლებსაც კვერცხის შეწვის იქით არაფერი არ გაუკეთებიათ, პასკები დააწყო. კაი, არ გადამრიცხე. თან როგორი? აი მე იცი როგორია, აი დედასპიცა ვარ. როგორ აღმოაჩინე ეგ რეცეპტი? ეგ არის საეკლესიო რეცეპტი და ერთი
20 წელია ჩვენს ოჯახშია. კი. და ჩვენს ირგვლივ მე სამეგობროს გავუზიარეთ, მეგობრებმა რომ დატესტეს და მივხვდნენ რომ ყველას გამოსდის, მე იმათმა სანათესაოს, ანუ მე ბლოგი რო წამოვიდა, პირველი წელი ცოტა ისე შემოგხედეს, ისე იყო რა. აი, ვცადო, არ ვცადო? და მეც ხა ახალბედა რო ვიყავი, ისე იქნებ გააკეთოთ. მეორე წელს უკვე გააკეთეთ, დამიჯერეთ, დამლოცავთ და მე ისეთი ამბავი მიდიოდა თბილისის საცობში მანქანებში მსხდომები ერთმანეთს უზიარებდნენ რეცეპტებს საოცარი ისტორიებია ხო? ნუ აი ჩემმა გამომწერმა რომ გაიგონა იქ ჩემი ხმა რომ ვიღაცას პასკას უყურებდა და მე გავაკეთე ეს პასკა და გირჩევდა უეჭველი გააკეთე. აუ ძალიან მაგარი. ან მოდი ახლა გადავიდეთ ბლოგის შემოსავლიანობაზე. აი მაქს სირთულეებზე კომპანიების მხრიდან და ასევე სხვა ბლოგერებზეც რომელიც არის ხო რაღაცა დაუწერილი რაღაცა იმ სფეროში არის რაღაცა დაუწერილი კანონები რომელიც არ უნდა დაარღვიო იმიტომ რომ მე საერთო ფონი და საერთო ბაზარი ფუჭდა. შეხედე ხა შენ მაგას იმიტომ ამბობ რომ ბანკის თანამშრომელი ხარ რომ იმე გავაქანე. არა ხო? ანუ ციფრები. ანუ ეგ გაძლევს მაგის ანუ შენ გამოცდილება გაძლევს მაგის საფუძველს რომ ისაუბრო რომ არსებობს დაუწერელი კანონი რომ ბაზარი არ გავაფუჭოთ. მაგრამ ეს ხო ყველა მარიცის. ხო და უთხრეთ ახლა. რას ნიშნავს ბაზარი არ გავაფუჭოთ? ბაზარის გაფუჭება იმას ნიშნავს რომ რაღაც თუ არსებობს ფასი, იმაზე დაბალი ფასი არ უნდა უთხრა სხვა ბლოგერმა, იმიტომ რომ გაიხედო უნდა წინ. აი ხანდახან ბლოგერმა არ იცის რა ფასი არსებობს ბაზარზე. კი, მაგიც არის. და მოდი დავყოთ ეს რეინჯებად, ხო? აი შენ ახლა 100.000 რო გადაცი რა თქმა უნდა იმ თანხას არ თხოვდი 100.000-მდე, რა თანხასაც თხოვდი, რა თანხასაც თხოვ ეხლა კომპანიას. აი კაკრას მაგ ფასის რაღაცა ისეთი სკალა არ არსებობს. ანუ მაინც ინდივიდუალურად გამოდის ვინ რა ფასად აფასებს მის შრომას. ხო? ანუ მე მაგრამ მაშინ რატო არსებობს ის რომ ბაზარს აფუჭებს? იცი რა არის ბარტერი აფუჭებს ბაზარს? ხო ნაწილობრივ ბარტერი აფუჭებს. მე მგონია რომ ბარტერი აბსოლუტურად აფუჭებს ბაზარს. თუ რა თქმა უნდა ეს არ არის სასტუმრო, რომელიც ღირს რაღაცა 5 დღე გასვენებს და ანუ მთელი შენი 100%-ით შრომა ბარტერით რო გაკეთებული, ხო, ახლა იქ არასწორია რა. ანუ შეიძლება რაღაცა საწყის ეტაპზე ეს მისაღები იყოს, როდესაც ცოტა ყავს გამომწერი. კი, ნორმალურია ეგ და სავსებით მისაღებია, მაგრამ როცა იზრდები, შენი შრომაც იზრდება და შესაბამისად შენ თუ არ დააფასებ შენს შრომას, რა თქმა უნდა, დამკვეთი მით უმეტეს არ დააფასებს. ახლა ის უფრო იაფად მიიღებს იმას, მით უკეთესი. ხო და პროდუქტი მას ყველა ვარიანტი აქვს მაინც და ზედმეტობით ჩამოტანილი. ამ შემთხვევაში ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ კარგად უნდა დაფიქრდე, რა ღირს შენი შრომა და არ უნდა შეგეშინდეს უარის თქმა. რომ ამით არ გაიფუჭო, რომ რეკლამას არ მოვა შენთან. ანუ საბოლოო ჯამში, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ბრენდი პოულობს ბლოგერს და ბლოგერი პოულობს ბრენდს. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე მიზნების მქონე ადამიანები კომპანია, როგორც ადამიანი და ბლოგერი ერთმანეთს პოულობენ და ეს გადაიზრდება მერე ძალიან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაში და ეს არის უდიდესი კომფორტი. მინიმუმ რამდენ ხნიან თანამშრომლობაზე დაახდები ხოლმე? ეხლა უკვე 1 წლიანი. ჩვენ ვზრდით ერთმანეთს, ჩვენ ვანვითარებთ ერთმანეთს და ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. და დაიწყე რამდენით? სამთვიანით ალბათ ხო? სამთვიანით, ხო. ერთჯერადებს აკეთებდი ხოლმე, იცი რა, ერთჯერადები ეხლაც არის ხოლმე, მაგრამ ეს სიტუაციას გააჩნია, ხოლმე მიხვდი. ანუ ერთჯერადს იღებ მაინც. კი, მაგრამ აი ძალიან ფრთხილად რა, ძალიან ფრთხილად. ანუ როგორ ძალიან რთულია ბლოგი. მე მგონი, ნუ ესე მგონი წარმომდგენი, იმიტომ რომ ხანდახან არის ესეთი პროდუქტი, რომელთაც ერთჯერადი გამოყენებით ვერ ხვდები შენ თვითონაც ეს კარგია. ანუ ერთჯერადი არის აქცია. შეხედე, როდესაც რაღაცა კონკრეტულ აქციას გაუჟღერებ, ეს არის საინფორმაციო რილს. აი, ეგ არის ერთჯერადები ჩემთან. სხვანაირად არა. სხვანაირად კომპანია ვერ დაინახავს შედეგს. და სულ ეუბნები ხოლმე, რომ აი შენთვის არის ფულის ფუჭად გადაყრა და არც მე არ მინდა ეგეთი ფული, არც შენ არ გინდა ეგეთი თანამშრომლობა. მოდი რა დავიმშვიდობოთ ერთმანეთს რა. იმიტომ რომ ვერ დაინახავს შედეგს და ჩემთვის ახლა ეგ ერთჯერადი თანამშრომლობა არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ მე ვარ შედეგზე ორიენტირებული ადამიანი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა პროდუქტს უკეთებ რეკლამას.
იმას. ხო, ეს არის ჩემი შინაგანი კრედო, ჩემი პრინციპები, ჩემი, არ ვიცი, რომ ყველაფერს არ გავუკეთო რეკლამა. ყველაფერს არ გავუკეთო რეკლამა. და ნუ მარტივად გამოვდივარ, ესე იგი, რასაც მე ვიყენებ, რასაც ჩემი ოჯახი მიირთმევს, ან რასაც ჩემი ოჯახი იყენებს, ასევე საინფორმაციო წყაროები, რომლითაც ვამოწმებთ კომპანიას, ხო, შემადგენლობებს და ასე შემდეგ, ზუსტად ვიცი ვისთან ვითანამშრომლობ. და ძალიან ბევრი კომპანიისთვის მithქვამს უარი, იმიტომ რომ მე ხარ ვიცი შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, უბრალოდ მე არ ვიყენებ ამ პროდუქტს. კი ბატონო. ძალიან კარგი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ ერთ პერიოდი, როცა წამოვიდა ეს უცებ იხულა ამ ინფლუენსერ მარკეტინგმა, ერთი ბლოგერი ერთ დღეს ერთ კრემს არეკლამებდა, მეორე დღეს უცებ მეორე იყო ძალიან მაგარი, მესამე დღეს ერთი საჭმელი იყო მაგარი, მეოთხე დღეს მეოთხე რაღაცა. ხო, ეგიც ადამიანზე არის დამოკიდებული, ხა, ამას კომპანიები ვერ აგიკრძალავენ, რომ შენ სხვაც არ გაარეკლამო. ანუ აი მართლა ხა მანდ მივედით, როგორ იცავ შენ კომპანიას, რა? ჩემი პრინციპები. ხო. იმიტომ რომ იმდენ კომპანიაზე მაქვს უარი ნათქვამი, ზუსტად იმის გამო, რომ მე თუ ვარ შენთან და შენ თუ ხარ ჩემთან, ჩვენ ვართ ერთად. და სხვა შენაირს არ ვიყვან მე. სხვა შენაირს მე არ ვიყვან. რა თქმა უნდა, მე ამაში შენ გახტევინებ თანხას. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ერთმანეთთან, რომ მე შენს პროდუქტს მართლა ვიყენებ, ანუ ტყულა კი არა, ანუ იმიტომ კი არა, რომ შენ ჩემთან რო ხარ მაგითო. ანუ მართლა ვიყენებ, ანუ ჩემი გამომწერი ხედავს ყოველდღიურობაში ამას, არის გამოცდილი. ანუ მეც არ მინდა ცუდი რაღაც გამოვიყენო სახში. ანუ მე რო ბლოგერის გარდა ხო დედა ვარ, რა თქმა უნდა. მეგობარი ვარ, ცოლი ვარ და ასე შემდეგ და ასე ადამიანი ხარ, რომელსაც ჯანმრთელობაზე ზრუნავ, ხო? ამიტომ მე იმიტომ გირჩიე რომ კარგი ხარ, ხარისხიანი ხარ, იმიტომ რომ ბრმად არ გენდობი. ამა სტანდარტები ამტკიცებს, სერტიფიკატები ამტკიცებს და ვიყოთ რა ერთად რა. ძალიან კაი, ეს ერთწლიანი თანამშრომლობა ძალიან მაგარი რაღაცა არის. მე სიმართლე გითხრა ძალიან იშვიათად ვიღებ ხოლმე ეს რეკლამებს რა, მაგრამ როცა ამიღე ხო მინიმუმ 3 თვეზე მithქვი, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა ისე მდრკუნავს ეს რეკლამები. იმიტომ რომ ნუ ჩემი შემოსავლის წყარო ხო ეს არ არის და არის პირიქით ჩემი პროდუქტების, ჩემი ბლოგის მეშვეობით. ფაქტობრივად ჩემი კომპანიის დაქირავებული ბლოგერი ვარ მე, გამოდის რა. და ჩემი შექმნილი პროდუქტების დაქირავებული ბლოგერი ვარ მე. და ამიტომ სხვა უკვე იმდენ ისეთი ნერვი ვულობ ხოლმე. ერთო მიშველე. და თან ერთადერთხელ მივქარე ესეთ რაღაცა და მეორე ცხოვრებაში აღარ ვიზავ შუამავალის მეშვეობით აყვანილი კომპანია. ანუ იყო შუამავალი კომპანია, სარეკლამო მე მგონი და რაღაცა ტექნიკის მაღაზიას უკეთებდი რეკლამას, ოღონდ მე კონტაქტებოდა შუამავალი მარკეტინგული კომპანია. და გამათეთრეს. კომუნიკაცია იყო უნელესი. მე სანამ ამას ვეთყოდი, ეს სანამ იმას ეთყოდა, მე სანამ ის მე ამას ეთყოდა, სანამ მე ეს მეტყოდა, ნუ ანუ მე დავფსიხო, სად გამდენი დრო რომ კვირეობით იყოს ერთი კომუნიკაცია, ერთი რეკლამა. ეგეც ცალკე ის არის, რა ქვია, სკილია, თვითონ აი შუამავალი კომპანიები, რომლებთან მე ხო უკვე წლებია თანამშრომლობ და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. შეხედე, ეგ კომფორტი გვაქვს, მიხდი, იმან იცის მე ვინ ვარ? ანუ საქმეში როგორი ვარ? ანუ ჩემგან და მეორე მხარია მე იმის გარაღებულობ, ანუ როგორი სწრაფები არიან და საბოლოო ჯამში ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთი ვიპოვებთ. ჩამო ხო და აი მე რაღაცა ისეთ ცუდი გამოცდილება მქონდა რომ მეთქი never again. მეორე შუამავალი კომპანია მე არ მეყოლება, იმიტომ რომ თან იცი რა არის, იმდენად მე გავღიზიანდი აი ამ პროცესში კომუნიკაციის დროს. ის ერთი რილი რო გადავიღე, ყველა შეცდომა დაუშვი, თუ კი რაიმე შეცდომა შეიძლება დამეშვა. კოლაბორაცია ვერ გავაკეთე ის ვერ გავაკეთე. აი ხო იცი, აი რაღაცა რო არ გინდა და რაღაცა რო აი ნერვები მოგიშალა. ხო და აი მე მგონი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამ კომუნიკაციას ვიცი თან წლების განმავლობაში უკვე ხო იცნობ ერთმანეთს ხო მე მიხდი ერთხელ რო ითანამშრომლობდა ის სააგენტო სანამშრომელი გადავიდა სხვა კომპანიაში მან ხო იცის ახლა ეგ და თან როგორ არის უკვე აღარც მწერენ ხო ანუ არასერიოზული შემოთავაზებები აღარ აქვს ანუ მოდის კომპანია რომელმაც ზუსტად იცის ჩემთან რა უნდა და რამდენი ხანი უნდა რამდენი ხანი ანუ რამდენი რეკლამას აკეთებ ბოდიში რამდენი კომპანია ყავს თვისჭრილში აუ ეს არ დამითვლია ანუ არის ლიმიტი რომ დავუშვათ ახლა 5 კომპანიაზე მეც ვერ აიყვან არა ეგრეთ რა ქვია ლიმიტი არის როგორ არის კაცო თვეში 30 დღეა და 30-დან რამდენია მაგრამ აი ეს რიცხვი არ მახსოვს ახლა ხო არ ჩამოვთვლი დაახლოებით გუშინ როგორც დიჯიტალ მარკეტერმა მითხრა რომ ანუ 3-4 კომპანიაზე მეც არ უნდა ემუშავებოდეს ბლოგერიო თვეშიო არა 3-4 კომპანიაზე მეტია ჩემთან მეტია მაგრამ იცი რა არის თვითონ აი როგორ გაძლევს მაგის საშუალებას როგორ არეგულირებ დღეებს შენ ადრე ახსენე რომ ტაიმლაინი მაგ გაწერილიო
კი, timeline მაქვს გაწერილი, მაგრამ შეხედე ახლა რატო არის თანმიმდევრულად რა კარგად მიდის ჩვენი საუბარი. იმის გამო რომ ჩვენ კომპანიები ერთმანეთთან მრავალი წელი ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ რეკლამა აღარ გამოდის, მიმიხვდი? ანუ ყოველდღიურობაში არის ეგ ყველაფერი. ანუ სიტყვაზე ტექნიკას თუ მე რეკლამას უკეთებ, რეკლამა აღარ გამოდის, იმიტომ რომ უნდა გამოვაცხო ეს. დამწყვარია თუ კერძი ხომ მიმიხვდი? ხო. და ის რომ ჩემთან ჩანს ეს ანუ ბუნებრივად არის. ამიტომ ბევრი გამომწერისგან მსმენია რომ ანასთან რეკლამა არ ჭყავის. ანუ არ არის ესეთი პირდაპირ, იმიტომ რომ ჩვენი მარკეტინგი არ არის უხეში. ანუ ეს არის აგრესიული. არ არის აგრესიული. მე შენ გიჩვენებ, რას ვიყენებ. შენი არჩევანია, შენ ამას მოიწონებ თუ არ მოიწონებ, იმიტომ რომ ეხა ალტერნატივები უამრავია ბაზარზე, ხო სწორია, ხო? ანუ ბლოგერის ალტერნატივა უამრავი და მათ შორის პროდუქტის უამრავი. უბრალოდ მე გიჩვენებ ჩემს არჩევანს და არ გახვევ თავს. აი ეს არის სტილი მუშაობის. ამიტომ ძალიან ბუნებრივად არის. იმას, რასაც ვიყენებ სახეზე, მართლა ვიყენებ და იმიტომ გიჩვენებ, რომ მართლა კარგია, მაგრამ ჩემს სახეს უხდება, მაგრამ შეიძლება შესახეს არ მოუხდეს, მაგრამ თუ შენ ჩემნაირი კანი გაქვს, შეგიძლია სცადო. ხო. ანუ ეს კარგია. ბუნებრივად შეკავს ეს ყველაფერი. და ამ მის საშუალებას მე მაძლევს დამქირავებელი, შეხედე? ანუ ის კომპანია ზუსტად ეგ უნდა ჩემგან. ბუნებრიობა, მართლა რასაც იყენებ, ის გაუზიარე. არ მინდა ძალით, ეს ვთქვათ, ძალით რა. ანუ აი აქვე მივადექით, მოდი მოგვიყევი მაშინ იმის მნიშვნელობაზე, როგორი თავისუფლება უნდა მისცეს, ან უნდა მისცეს თუ არა თავისუფლება ზოგადად დამქირავებელმა ბლოგერს. და ამ თავისუფლებას შენ წვეთ. შენ ხედავ რა მაგარი რაღაცა გითხრა? შენი შრომაა, რა თქმა უნდა. შენი შრომა, ანუ შენ ან თანხმდები იმ ადამიანს, ან არ თანხმდები. და შენ თუ შინაგანი თავისუფლება გაქვს, შენი პრინციპები გაქვს და ზუსტად იცი რა გინდა, უბრალოდ ეტყვი უარს და მორჩება ამით. შენი მაშინ მომიყევი შენი კომპანიები როგორ ხასიათდებიან მათთან ვისთანაც ახლა თანამშრომლობ. მე ჩვენ უკვე იმდენი წელია თანამშრომლობთ ერთმანეთთან, რომ აქ არის როგორი ბუნებრივი ვიცი, ანუ არანაირი შეზღუდვა არ გაქვს. საერთოდ არანაირი შეზღუდვა არ გაქვს. ძალიან მაგარია. აი შენ ხარ თავისუფალი კონტენტის შექმნაში და ის კომპანიები რომელიც ზღუდავს შენს ფანტაზიას ზღუდავს და აი მოჭიმული ხარ აი რაც შენ თქვი ზუსტად და აი მე ისკნა და გამოდის ცუდი ძალიან მაგარი რაღაცა თქვი და აქვე იქნება ძალიან კარგი რჩევა კომპანიებისთვის მომავალი კომპანიებისთვის რომლებიც ალბათ დააპირებენ ინფლუენსერ მარკეტინგთან თანამშრომლობას თავისუფლება უნდა მისცენ აბსოლუტურად მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ ანუ კომპანიების მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან ცუდი ახლა რა გულისხმობ ანუ კონკრეტულმა ბრენდმა უნდა მოიძიოს ბლოგერი რომელიც ზუსტად შეესაბამება მათ მისიას ხო აქვთ ის რაღაცა ხო შეკაიდენ მომიშულო ეხა პირველად რო ნახე სტორიში და ეგრევე მიასკდი დააკვირდი იმ ადამიანს როგორი ცხოვრების წესი აქვს სტორიებში შეხედე რა შვება დღის განმავლობაში Twitch ჭრილში ნახე როგორ ვიდეოებს დებს იქნება და არ არის შენი ტიპაში და რო დაიწყებ თანამშრომლობას მე რო აღმოჩნდება იმ ადამიანსაც უნდა დაწყვიტო გული იმიტომ რომ იმას გათვლილი აქვს ალბათ შემოსავალი ყოფილა ეგეთი შემთხვევა ან თუ სხვისი გამოცდილება სხვისი გამოცდილება არა მე ძალიან რა ის არის აი ბანკი კიდე ბრუნდებით მაგრამ ჩვენ ხო ძალიან ბევრ კლიენტთან გქონდა ყოველდღიურად და ადამიანის ამოცნობის და ფსიქოლოგია ეგ რაღაცა ძალიან გამოგვიმუშავდა და ხა ამდენი წელია რომ მუშაობ კონკრეტულად მეილს როგორ მიგზავნის კომპანია იმით ვფილტრავთ კი აი კულტურა ხომ აქვს მეილსაც ხო ზო ეს არ არის ჩემი ანუ აი ჩვენ ვერ მოკლედ ძალიან საინტერესოა და ეხა მინდა მივადგეთ უკვე ემოციურ მხარეს ქართული სივრცე, ქართული სოციქსელის და სოციურცე, ასე ვთქვათ, ვირტუალური სამყარო. როგორი ტიპის ქცევით ხასიათდება? არის უფრო რაციონალური, უფრო ემოციაზე დამოკიდებული, როგორ მოქმედებს თუნდაც აი ეს რყევები? ანუ მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ის პერიოდი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ხო? მე მგონი, აი საქართველოში რაც ხდებოდა, ყველაზე დიდი პრესი მოდიოდა სოციურცეზე და შესაბამისად ბლოგერებზე. შეხედე ახლა. მოკლედ. აბა. ანუ ფუდ ბლოგინგში ყველაზე მეტი გარჩევადობა, ანუ კომენტარებში მოდის კერძები. ხო? ანუ სადღაც მოვისმინე, არ მახსოვს უცხოელი ბლოგერი ლაპარაკობდა, რომ საქართველოშიო, რომ კერძებზეო ამბები ხდება და დიასახლისები ერთმანეთსო, მაშინ არა ჩემია და არა ჩემია და აი ესე უნდა გაკეთდეს. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ეგ მართლა. უი, ეგ აი ჩვენთან არის
აი არ ვიცი მართლა ერთ კერძს შეიძლება კონდეს 20,000 კომენტარი რომ არა ეს უნდა გაუკეთო და ეს არის და ის ანუ მათ შორის შენ კერძსაც მათ შორის ჩემს კერძსაც იმიტომ რომ ეხა მე ხო ტრადიციულ კერძსაც ვაკეთებ აი მე პირიქით მასწავლე მითხარი იმიტომ რომ თუნდაც საცივი ყველა კუთხეში კი არა ყველა სახლში სხვადასხვანაირად კეთდება და ჩემთვის პირიქით რაც უფრო მეტნაირს გავაკეთებ ხო უკეთესია მაგრამ მე ამის მიმღებლობა ხო მაქვს რომ შენგან ვისწავლო მაგრამ შენც კონდეს მიმღებლობა რომ არსებობს ისეთი ვარიანტი დაუშვი რომ არის დაუშვი ტვინში ხო მაგრამ ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ ემოციურები ვართ და მაგიტო ვართ უნიკალურები რა ეხა თქვი რომ მაგიტო ვართ ეგეთი კარგები რომ აი ეს მარიფათიანობა და თუმცა ხანდახან ემოციაზე დაფუძნებული მეებს არ ვეთანხმები მე რა ანუ ძალიან ემოციურად რო იღებ გადაწყვეტილებას ნუ არ არის ხა რამდენი დასული ადამიანის იმდენი გადაწყვეტილება და იმდენი ემოცია არის ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები და ეს მრავალფეროვნება სოციალური ქსელის მიხედვით სხვადასხვანაირია ანუ ინსტაგრამზე ცოტა სხვანაირი ადამიანები არიან ფეისბუქზე სხვანაირები არიან TikTok-ზე ხო საერთოდ შენ Facebook-საც ხო ამუშავებ მე ვამუშავებ ყველა ქსელს და შესაბამისად ანუ ძალიან ნათლად ვხედავ ქცევას თვითონ იცი რა არის სოციალური ქსელი აი თვითონ Facebook-ის სხვანაირია და Instagram-ის სხვანაირია ხო ანუ თვითონ მე Facebook-ის პაროლი არ მაქვს ჩემ გუნდსა მე რო შევდივარ ვიგინები მე და რახან ემოციურობაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური კომენტარები, ყოველდღიური ფიდბექი, რა თქმა უნდა, ჩვენს ემოციებზე მოქმედებს და მე უბრალოდ არ აღვნიშნე გადაცემის დასაწყისში, რომ ჩემს გამომწერებთან მე სიამოვნებს კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ და თუ ჩემს გამომწერს რაღაცის თქმა უნდა, ამას ისე მოკრძალებულად გეუბნება, რომ არა კაცო, მივიღე ყველანაირ რჩევას. ხო, გაჩი როგორი ფორმულირებით გეტყვი ხო, რა. ის კი არ არის რომ სულ მე მართალი ვარ და მაქე და მადიდე და სულ მასე გამოდის ისე ვარ. სულ რაღაცა კომპლიმენტებს ღებულობ, მაგრამ მაინც აი ისი მე ესე ვიზავდი, რატომაც არა პირიქით, ანუ პირიქით. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ყოფილა რომ მეც მომდომებია რომ პასუხი გამეცა და რამდენჯერ ამიკრებია საპასუხო კომენტარი და ნიკას მხარზე დაუტვია ხელი რომ ამოისოთ. ესე იგი შენ ყავს ტორმუზი. ყავს ტორმუზი. ღმერთო, სადვიშო ეს ტორმუზი. თქო რა ყავჩებდა გახო. რა უქრა სადვიშო ეს ტორმუზი. ძალიან მაგარი. მე თქვენი გუნდით ვარ აი აბსოლუტურად აღფრთოვანებული. მაყურებლებს ვეტყვი რომ ესპანეთში რო იყვნენ იყო ანა ჩემთან, რა თქმა უნდა, იყო მეუღლესთან, ნიკასთან ერთად და აი შოკში ვიყავი, როგორ შეხმატკბილებულად, როგორ ერთ გუნდად და როგორ სტრატეგიულად მოქმედებდნენ და ზუსტად ეს იყო ჩემ აი ანას მოწვევის მიზანი, რომ მინდა რომ მართლა თუნდაც ახალ ბლოგერს, თუნდაც არსებულ ბლოგერს, რომ აი ეს სტრატეგია დაგეგმარების კულტურა და კომპანიებთან კომუნიკაციის კულტურა რომ გაანდო, ხო? ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბლოგერი ვერც კი ბედავს, რომ კომპანიას დაუდოს, ანუ შებედოს, რომ ერთწლიანი კონტრაქტი დამიდე. იმიტომ რომ რაღაცნაირად კომპანიები ცოტა არის ეს მომენტი, რომ ცოტა ზერელეთ უყურებენ აი ამ ბაზარს ზოგადად. კი უყურებენ ზერელეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო მაინც საბოლოო ჯამში ამის იქით გზა არ აქვს, მაგრამ როგორც ჩვენ თქვით, არიან ისეთი ბლოგერები დამწყებები, რომლებიცაც ანუ იქ ბარტერზე წავა იქ რაღაცა და ნუ რაღაც მომენტში კომპანია სარგებლობს იმ ბლოგერის დამწყები რაღაცა. იმიტომ რომ ეს არის ბოროტი სარგებლობა, იმიტომ რომ ეგრე გამოდის რა, იმიტომ რომ ბლოგერი არის სამუშაო, ოფიციალური სამუშაო. შენ უნდა წარმოიდგინო, რომ ყოველდღიურად შენ გაქვს იმის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ სტორიში გამოჩნდე. მაშინაც კი, როცა მართლა არ მინდა ხანდახან რომ ეს კამერას უმქონდეს შენდებული უკაცრავად და ერთ ადგილას ვიძახი ხოლმე დავიღალე. ანუ ბლოგერიც იღლება, იმით უმეტეს, როდესაც ბლოგი ანუ მრავალ წელს ითვლის, ხო? ხო და შესაბამისად ეს არის სამსახური. ყველა კომპანიამ ეს უნდა აღიქვას ჩვეულებრივ როგორც სხვა კომპანიად, იმიტომ რომ იმ კომპანიას ხო, ჩვეულებრივ ანგარიშწორება არის. უნდა გადაიხადო ფული, ხა არ მოსულა ისე. კი,
საწყის ეტაპზე ვთქვით, რომ პარტერი მისაღებია. მოსულა, კაც, როგორ არ მოსულა, მაგრამ ეხლა რო ვითარდები და შვები. მე არის უკვე ბოროტის სარგებლობა შენი. მაგრამ ამ შემთხვევაში ბლოგერი წყვეტს მაგას რა, ანუ რამდენად აძლევს. აი, იცი რა არის გეტყვისად რომ სტაილს ერხება ხოლმე რა. აი, როცა ძირითადად ანუ გასართობი კონტენტია, აი ისინი ეგრე თანხდებიან რა. არ ვლაპარაკობ რაღაცა 200 და ზემოთ რო აქვთ გამომწერი რა. აი 100-მდე ბლოგერს, რომელსაც უფრო გასართობი კონტენტი აქვს, ან თუნდაც ან ფეშენი რაღაც, აი რაღაცნაირად არაფერს იმ გართობას მოგონება არ უნდა. ყოველდღიურად იუმორის მოგონება. მიდი ერთი და გააკეთე ბლოგი. რა უნდა ბლოგერობას რა უნდა. მიდი და გააკეთე. მე იმდენ იუმორსდები ხოლმე, მე სახში არიან აუტანები. ყველანაირი იუმორს და ყველანაირ პოზიტივს რო ანუ კამერის წინ დახარჯა უკვე სახში გაკანცული ხარ ემოციურად. ყველას რო შეეძლოს, ყველა იქნებოდა. რა თქმა უნდა, კი. ყველას რო შეეძლოს ექიმობა, ყველა ექიმი. კი, იგივენაირად როგორც სხვა პროფესია. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ აგერ ბლოგერები, რომ აი ეს ბლოგერი, სოცქსელი და ზოგადად სოცქსელში მოღვაწეობა ეს არის ჩვეულებრივი სამსახური, უნდა აღვიქვას აბსოლუტურად ყველა კომპანიამ სერიოზულად და ყველა, ну, რა თქმა უნდა, მათფოლოვერებმაც. ვინც, ანუ ესეთი დიდი კომპანიები, რომლებიც წლებიან ინფლუენსერ მარკეტინგს იყენებენ, იმათმა ძალიან კარგად იციან. და ახალი კომპანიები, რომლებიც ეხლად გამენ ფეხს, აი დამიჯერიან ის კომპანიებიც ახალ ბლოგერთან მაინც ცდილობენ რომ გამოძრენ. როგორ არ ცდილობენ, რაც უფრო იაფად გამოვა, იაფად გამოძრენ. ასე რომ ეგ მომენტი აქვს. რა და სამწუხარო არის. იმიტომ რომ ეხა მაგალითად მე რო არ მქონოდა დაუშვათ სხვა შემოსავალი, ხო? ანუ მე რო ჩემ ეს რეკლამიდან მიღებული შემოსავალი არ ყოფილიყო ის და ანუ არ მქონდა მე როგორი ფასთა პოლიტიკა მქონდა, იცი? ანუ სხვა შემთხვევაში არ მიიღირს. იმიტომ რომ მე ანუ ვერ გადაფარავ შენ ახლა ამას რა და ამიტომ მე აქედან ეს ამხლა რაღაც შემომდის და რატო მოვწდე აი ამ შენს რაღაცა ბარტერზე. როდესაც ბლოგერი, რომელსაც სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვს და მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, უცებ ორი კომპანია დაეკარგა. ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო? რაღაც Twitch-ში ორი კომპანია დაეკარგა და წავიდა, ხო? всё, დარჩა იმაზე, რომ ყველა ვარიანტში წავიდეს აი ამ დაბალ შემოთავაზებაზე. ხო. აი ეგ მომენტი, ხო. მომენტი არ არის და მე ისიც სარგებლობს ამეთი რა. ან მოდი ახლა ჩვენ ჩამოთვალოთ შენი ტოპ რჩევები, თუნდაც ახალი და დამწყები იქნება თუ შუაის და ოღონდ დავყოთ ეს რჩევები. რჩევები, როდესაც ბლოგს იწყებენ, რჩევები, როდესაც უკვე გადადიან და აქვთ უკვე იმის რესურსი, რომ რეკლამები აიღონ კომპანიებთან და საბოლოოდ მე უკვე თვითონ რო არ გადაიწვან მე ის რჩევები. აი ეს სამი მიმართულება გავუშვათ. პირველი, როდესაც ბლოგს იწყებს ადამიანი, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზუსტად იცოდე, რატო იწყებ ბლოგს. ანუ რა არის ეს? ვერთობით? თუ ვერთობით, მაშინ არც პრეტენზიები არ გქონდეს გამომწერების რაოდენობაზე, თუნდაც შემოსავლიანობაზე და ასე შემდეგ. გავერთოთ, მოდი. გავერთოთ. თუ ბლოგი კეთდება იმისთვის, რომ ეს გახდეს შენი საქმიანობა და შემოსავლის წყარო და პროფესია, მოდი ძალიან კარგად დაფიქრდი, რა რესურსი გაქვს. რისი რესურსი გაქვს? შენ კვირაში რამდენ პოსტს შეძლებ? ერთ შეძლებ, თქვი ერთი და გააკეთე და არ გადაწიო, არ შეცვალო. ანუ ხო გეუბნები 5 წელი არ შეცვლილა არაფერი თუ არ დაემატა თორე. კვირაში 3 თავიდან იყო ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, მერე სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და ასე გრძელდებოდა არასდროს არ ყოფილა შემთხვევა. ოპერაცია იყო გაკეთებული თუ კვდებოდი თუ რა შემთხვევა. ზუსტად, ჩემთან ესე ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. მორჩა. ანუ შენ დაისახე გეგმა, ჩამოწერე და განახორციელე. ანუ გეგმა, ვიცოდეთ რატომ გეგმა კიდევ სტილი რა, მუშაობის სტილი, გადაღების სტილი, როგორი უნდა იყოს. ანუ ვიზუალიზაცია უნდა გააკეთო. ანუ მე ჩვენ თავიდან რამდენიმე ბლოგერს რო ვუყურებთ, ყველას ხოდა სხვადასხვანაირი სტილი გადაღების. უნდა მოირგო შენებური, ხა როცა არ იცი გადაღება და სწავლობ. ნახე რაზეა საუბარი, ერთია რომ ვიდეოგრაფი ხარ და ბლოგერობა გადაწყვეტე, ანუ იმაში ხარ, აჟურში ხარ რა. მაგრამ ადამიანი, რომელსაც კამერა მარტო ფოტოებს აჩხაკუნებს და ის იწყებს გადაღებას, ბევრი სტილი უნდა სცადო. მე ძალიან ბევრნაირი ვცადე. მესი მართლა ზედა, ქვედა, ხა შენ ფუდი ბლოგი გაქვს და მაგიტო. ხო, ანუ გამოუჩნდე, არ გამოუჩნდე, ხო პირველი წლები საერთოდ არ ჩანდი ხელები ჩანდა.
ეხლა კიდეც ჩანვარ და ხელით ჩანს და მესეც ჩანს. მოკლედ სტილი შეიმუშავეთ, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ კომფორტული იყოს მუშაობა. ეგ უფრო მე ვფიქრობ, რომ ეს არის შემუშავებადი, გამომუშავებადი პროცესში. კი, ესე იგი, სტაბილურობა, თქვით, თანმიმდევრულობა, პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართაც და გამომწერების მიმართაც და მოთმენა. კი ბატონო. დღეს უკვე ბლოგს რო იწყებ, ნამდვილად საჭიროებს მოთმენა, იმიტომ რომ გამომწერების რაოდენობა ისე სწრაფად არ გაიზრდება, როგორც ეს იყო 5 წლის წინ და ამას მართლა დაჭირდება წლები რა. პირდაპირ გეტყვი, 1-5 წელი ისე ჭირდება ამ ამბავს, რომ ნელ-ნელა გაიზარდო. აფერს აგიბარებია. ამიტომ თუ ეს შენი საქმეა, ეს პირდაპირ გეუბნები, ხო? მაშინ აივსე მოთმინები და ნელ-ნელა ამ მოთმინებაში და დრო რო გადის, ნდობაც მოდის, გამოცდილებაც მოდის, განვითარებაც მოდის და საჭიროა ეს დრო. იმისთვის რომ იცი რა 5 წელი ეხა უყურე ადამიანი რომელსაც უკან ზურგს არ უმაგრებს, ოჯახი არ უმაგრებს, სხვა დამატებით ფინანსური შემოსავალი, ხო, ძალიან რთულია, რომ ხო, არიან კაცო ბლოგერები თან მუშაობენ და თან ბლოგინგსაც მართავენ. თან პარალელურად მუშაობ, თან ბლოგს მართავ, კი ბატონო, როგორც შენ. ხო, როგორც მე ვიყავი პირველი 2 წელი ტრენერი ვიყავი და თან ბლოგერობდი, კი ბატონო. ანუ ყველაფერი არის შესაძლებელი. შენი რესურსი ამთავრე და შენი მზაობა. უბრალოდ რა თქმა უნდა გააჩნია როგორი ავთენტურობით შემოდის ინტერნეტში, შეიძლება მართლა 1 წელიწადში იხულოს ისეთი განსაკუთრებული ნიში შემოვიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოთმინება ნამდვილად საჭირო არის აი განსაკუთრებით პირველ რამოდენიმე თვეს. რომ მე რამოდენიმე თვე იმ მოთმინებას კიდე გამოგიმუშავებს რა. ხო. თვეც არა, ხო, რაღაცა წელი, 1 წელი მაინც. 1 წელი მაინც, კი, 1 წელი კი და არ ჩამოყარო ფარხ, არ დაყარო ფარხმალი რა. არანაირად. ეხლა რა გაითვალისწინონ კომპანიებთან მუშაობისას? რომ ერთჯერადებს დათანხმდნენ თავიდანვე? როგორ თავიდან უნდა დაიწყოს, რომ მიხვდეს მუშაობის სტილი. მithumetes თუ ეს პირველადია და საერთოდ მსგავსი გამოცდილება არ ქონია. რა თქმა უნდა დათანხმდე, უბრალოდ დობის მოპოვება არის ძალიან რთული მეგობრებო, მაგრამ დაკარგვა ისეთი მარტივია. ამიტომ სულ ამ მოსაზრებით გამოდით, რომ ნდობა მოდის დროსთან ერთად და შენს პიროვნებასთან ერთად, იმიტომ რომ ხალხი გაკვირდება. ანუ მთელი 5 წელი გიყურებს, ნიუ ზუსტად იცი შენ რა ეტაპები გაიარე, როგორ განვითარდი, როგორ სიამოვნებს ხოლმე რომ მეუნებიან, რომ ანა როგორ გაიზარდე, იმიტომ რომ მე შენი გამოწერი ვარ 2020-დან და როგორი სხვანაირი იყავი და ეხლა როგორი კიდე უფრო უკეთესი გახდი, ხო? ეს მოდის დროსთან ერთად და იმ ადამიანმა ზუსტად იცი შენ რასაკეთებდი მანამდე და მე რასაკეთებ. ამიტომ ჩამოყალიბდი ვისთან გინდა თანამშრომლობა, რომელი კომპანიები მოგწონს, რატომ მოგწონს ამაზე დაფიქრდი, ხო? და თუ მართლა ეს იგივე ნიშის რეკლამები არა იყონ და ასე. ხო, ნუ ეგ უკვე მაინც ეგ აუცი ხარ, ეს შინაგანი ის არის გადაწყვეტილებები ახლა. ხო, იმიტომ რომ ახლა არის ადამიანები, ვინც ბევრ რაღაცას იმაშობია, მაგრამ მისთვის ოკეია, ჩემთვის არ არის ოკეი. ამიტომ კაი და ერთი რჩევა მოგვეცი. ადამიანი როცა ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს მithumetes გოგოები, როცა ვართ და ეს ჰორმონალური ბობოქარი რომ მიდის ხოლმე ჩვენს მასში და ხანდახან აი ძალიან ბევრჯერ გქონია რომ აი დღეს რაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ იქ და გამომდინარე რომ ისე პროფესია და ყველა ვარიანტი უნდა ჩართო სტორი, იმიტომ რომ ალგორითმს მე აღარ დაევასები და კარგად იყავის გეტყვის, უნდა ჩართო სტორი და უნდა ან ილაპარაკო ან რაღაცა უნდა ქნა. რა არის შენი? თუდად ხარ? მოდი ფლად ნეგატივს ნუ გაუშვებ. მაგრამ ისიც აჩვენე რომ შენც ადამიანი ხარ და შენც გაქვს ისეთი დღეები, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და შენც გჭირდება მხარდაჭერა, ცოტა წოწონი. მე არ მიყვარს ხოლმე წოწონი, მაგრამ ხო, აი ძალიან იშვიათად და ზოგადად ეს მარტო რო ხავი ხარ ხო და გამივარდება ხო, მაგრამ აჩვენე რეალურად. ზოგჯერ მართლა ისეთ თემაზე მისაუბრია, რომ მეგონა რომ საერთოდ არ იყო და ისეთი რეზონანსი მოყოლია, თუნდაც ბევრს აწუხებს და ხო, ამიტომ როგორიც ხარ, ანუ ბუნებრივია ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება და რაც ყოველდღიურობაში ხდება და ვიღაც მაინც იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც შენ ამითი რაღაცა მინიმუმ იმას ეტყვი, რომ აი მე ესეც არის ცუდად და დიდი ამბავი ეხლა და ბევრჯერ უთქვამთ, რომ მე აი იმ პერიოდში ხო, პირიქით შვები ხოლმე, ხო არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ იმ დღეს სამჯერ მეც ვაკეთებ. არ ვიცი ეს საიდან მაქვს, მაგრამ თავს ვიტვირთავ ბოლომდე და
ბევრ გამომწერს უთქვამს, რომ აი ეხა შენ რო გიყურე, წამოვხტი და აი და მეც დავიწყე გაკეთება რა და აი ეს ზუზუნის დრო არ არის, მოდი რა. და ამიტომ აკეთეთ რა. გადით სტორებში თქვით რომ ანუ შენი ტოპ რჩევა არის, რომ რაც არ უნდა ცუდად იყო და რაღაცა ის ცუდადაც გააზიარე. გააზიარე, კაცო თქვი და რა მიიღე, რა გააკეთე, ცუდად რომ აღარ ყოფილიყავი, ისიც თქვი. კი ბატონო. კი. ხო, ანუ რაღაცა სარგებელში გადაიყვანე ეს ყველაფერი რა. კი. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ ძალიან კარგი რჩევები მივეცით. ახალ ბლოგერებს იქნება თუ კომპანიებს იქნება. დავანახეთ ის სირთულე რეალურად რა ძალისხმევადაც უჯდება. დაუშვათ ბლოგერი იქნება თუ ინფლუენსერი თუ რაც არის კონტენტ კრეატორი, იმ ადამიანს რომ ყოველდღიურად გამოჩნდეს. კი. იმიტომ რომ ეს ხო არის show up ინგლისელებს ძალიან კაი გამოთქვა აქვს რა, რომ show up-ი გაქვს ყოველ დღე ქვეყანა რო გექცეოდეს, show up-ი უნდა გქონდეს. იმიტომ რომ სხვანაირად მე შენს აი ამ ბლოგს მე ანუ ალგორითმი მე აღარ გამორიცხეთ. ბლოგინგი თუ დაიწყეთ, გამორიცხეთ რომ მე დღეს ხასიათზე არ შვებულება გამორიცხეთ. ანუ მე შვებულებაშიც კი ბლოგერი ხარ და მუშაობ. კი, საინტერესო იყო, ძალიან კარგი რჩევები გავეცით და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი თხოვნა გვექნება რომ რა თქმა უნდა მოიწონოთ ვიდეო, გამოიწონოთ არხი, რომ ამ YouTube სივრცეშიც, ასე ვთქვათ, მოვიკიდოთ ფეხი და ბევრი კარგი და სასარგებლო რჩევა გავცეთ აი ამ ჩერის სივრციდან. ძალიან დიდი მადლობა. კარგად.